გამორჩა მე და ვიკარგე, არავინ აღარ დაბრუნდება უკან ჩემთვის. ბევრი გლოვა რო გაქვს ტანში ზოგადად ცხოვრებაში რაღაცები რო ხდება, ტრიგერდება რაღაცები, ათრიგერებს ამ ინტენსივობას. ყველაფერი კარგად არის, მე მივდივარ პროგრესში და კარგად ვარ და რაღაც არის, ალბათ ეგ არ არის. ექსპრესია ემოციის გაშვებას არ ნიშნავს. ექსპრესია არის ექსპრესია და მაინც რჩება გააჩნია. არა ყოველთვის. შავასთან რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ერისთვის ვაპრაქტიკებთ ამას, რომ ტანი დავარბილოთ რეალად და წეგანას ვილაპარაკეთ, რა ვიცი, წინააღმდეგობები ცოტა ის თავდაცვები ცოტა მორბილდეს და მე გამოიაროს იმაღაც გამოსავლელია იმ ენერგიამ. გოგოს ველოდები, ძალიან რაღაცა ნაზი, ფარფატა გოგო უნდა იყოს მასწავლებელი. და დავხვდა ირაკლი. და დაგვხდა ნაზი ფარფატა ბიჭი. ეგრე შეიძლება თქვა. ჩემი წარსული გამოცდილება რაც მოხდა, ეხლა ცხოვრობს აქ და ყოველ ჯერზე იმეორებს აქ თავს. აი აქ. ეს სტრესი თუ ძაღლის დაყეფვის შიში თუ რაც იყო რა წარსულში. აქ თუ არ გაუშვი ხა. სულ იქნება იქ წარსულში. 90%-ზე შეიძლება მეტს, რამე თუ ჭერს ფიზიოლოგიურად, ემოციურიდან გამომდინარე ჭერს კი. დავიწყეთ შემდეგი ეპიზოდი, შემდეგ სტუმართან ერთად. დღეს ჩვენი სტუმარია ქეთი შველიძე. ქეთი არის ბიზნესიდან შემოპარული. ბიზნეს ლედი, რაც გაყიდვებიდან, ხო, მოკლედ ამ სფეროში არ ტრიალებს რა და ჩვენი პოდკასტის ეგეთი ერთ-ერთი რა ფორმატი მაგასაც ითვალისწინებს, რომ მხოლოდ იოგებს და მედიტატორებს და მედიტაციის იმებს არ ვიწევთ რა, ჩვეულებრივ ისეთ მოკვდავ ხალხს ვიწევთ. ხო, და усმენთ რა, რაღაც მათ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს, როგორ არიან ემოციებთან, სტრესებთან, დაინჯვებთან, როგორ არ თქმაითავს, ამას თუ აკეთებენ მაგისთვის. და დღევანდელი შენი სტუმრობაც ამას ემსახურება. მადლობა რომ მოხვედი, მადლობა დროისთვის. ხო, პირველი რასაც კითხავ, როგორც ყოველთვის ტრადიციულად ადამიანებს ვეკითხებით გზას, საიდან მოხვედი აი ამ წუთამდე. საიდან მოდიხარ რა გაიარე. და ხო ისე გაზიარებას მოგინდება, მოგვიყევი შენზე რაღაცები. და ნელ-ნელა კითხავ კიდევ. პირველ რიგში მოგესალმებით. მადლობა რომ მომიწვიეთ და ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანები. ხო, ისე ხო, ბოდიში ერთად გამოგვეხმაურეთ, თუ იმას გაქვთ ინტერესი ამ ფორმატში, საუბრის, რა გავცვალოთ კითხვები, გამოცდილებები და გავუზიაროთ ერთმანეთს, თუ რამ მითხართ დაინტერესებული იოგაზე, თქვათ, ან ესეთ პრაქტიკებზე, შეგიძლიათ მოხვიდეთ და აქვე ვისაუბროთ. გაგრძელოთ. ესე იქ საიდან მოვედი ესეთი კითხვა იყო, ხო? ხო, საიდან მოდიხარ რა, როგორია შენი ცხოვრება? სადაბანაო. ნუ რაღაცებს ახლა კი ვიცი რომ პრაქტიკებში ხარ, მაგამდეც მივალთ, მაგრამ ის ამ პრაქტიკებთან მოხვედი რა იყო პირველი ის, რომ წახვედი, თქვათ, შენ თავისკენ რა, ესე რომ ვთქვი. ძალიან შორიდან რო არ დავიწყე ხა და ბავშვობიდან. თუ გინდა ძალიან შორიდან და ბავშვობიდან დაიწყე. რაც წამოვა იქ. ბავშვობიდან ვიტყვი მაშინ ორი სიტყვით, დიდობაში აღმოვაჩინე, რომ არც ისე სტანდარტული ფიქრები მქონდა, როცა ვიყავი პატარა და ძალიან ეგზისტენციალური აზრები მომდიოდა. ბავშვობაში ხო, აი როგორ მოეწყო სამყარო, რატო არსებობს ოჯახი, ყველაფერზე ვფიქრობდი ფაქტობრივად, სახელმწიფოები როგორ დაარსდა, ან რატო დაარსდა, ან მთავრობას რა ევალება, ანუ ისეთ რაღაცებზე ვფიქრობდი 6-5 წლის ასაკში და მე რო გავიზარდე, იმიტომ რომ მაშინ ხომ მე არ ვიცოდი სხვების გამოცდილება და ეხა 5 წლის ასაკში ბაღში არ ვსაუბრობდი ამაზე, თქვენ რას ფიქრობთ და რო გავიზარდე უკვე და მეგობრებთან ეს საუბარი შედგა და ჩამოვარდა. აღმოვაჩინე, რომ თურმე ესენი არ ფიქრობდნენ ამაზე. ხო, ბავშვობაში ან შეიძლება არ ახსოვთ. არ ვიცი, მე მახსოვს ყოველ შემთხვევაში ძალიან მკაფიოდ. სახში გითხავდი, სახში სავდი ეგეთ კითხვებს. არა, აი, სულ ვიყავით ჩემთვის რა, დაკვირვების მომენტი მქონდა, მაგალითად, ჩემი საყვარელი აქტივობა იყო ბავშვობაში, ჭიანჭველების ბუდეს თუ ვიპოვიდი.
რომ მაგათ დავკვირვებოდი და აი ვუყურებდი მათ თუ როგორ იყო მოწყობილი, თან ვიცოდი ესე მაშინ უჯერ სკოლაშიც არ დავდიოდი, იმდენად პატარა ვიყავი, მაგრამ ვიცოდი რომ ეს ჭიანჭველებს თავისი ძალიან ბევრი როლები აქვთ ის რაღაც და ეს ძალიან აღმაფრთოვანებდა რაღაცნაირად და როცა ფიზიკურად შევხედა, ანუ შემეძლო რომ დავკვირვებოდი და სადმე ვიპოვიდი ამ ჭიანჭველებს, გავყვებოდი რომ ბუდეს მივდგომოდი და სულ ფიქრობდი რომ ხო არ ვართ ჩვენც ჭიანჭველები ვიღაცებისთვის, ანუ უფრო დიდი არსებისთვის, იმიტომ რომ ვიაზრებდი რომ ჭიანჭველას, რომელსაც მე ვაკვირდებოდი, ის ვერ აღმიქვამდა, ანუ მინიმუმ აღმიქვამდა ჩემს ძალიან პატარა მონაკვეთს, სხეულის, მაგალითად ფეხს და ამოსული იყო ფეხზე რა, მაგრამ ეს ჩემი ნაწილის რაღაცა 5% იყო, რაც Discovery გააკეთა, ანუ აღმოაჩინა რა და თებზე გადიოდი. თან მე მგონი ორგანზომელებაში ხედავენ, რამდენი ჭეშმარიტება არ ვიცი, მაგრამ გამიგია რომ ჭიანჭველები ეგრე ხედავენ. ანუ სიღრმე არ აქვს რა. ხო, არ ვიცი. უცნაური ეს რამ ხელა ხარ ჭიანჭველას ეს არ მიგია. კი, და ეგ ფიქრი მქონდა. რომ იქნება და არსებობენ არსებები, რომლისთვისაც ჩვენ ვართ ჭიანჭველები და როგორც მე ვაკვირდებოდი იმ ჭიანჭველებს 5 წლის რო ვიყავით რაღაცა, ეგრე ვიღაცები გვაკვირდებიან ჩვენ. მოკლედ ეს იმიტომ მოვყევი რომ რაღაც არ ვიცი თუ ვინმესაც ქონია ეს გამოცდილება შეიძლება ერთადერთი არ ვარ, დარწმუნებული ვარ, თუმცა ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივი არის ხოლმე რომ იხსენებენ რომ აი ბავშვობა სილაღე და რა კარგი იყო და თამაში და რაღაცა ჩემთვის ბავშვობა მაგასთან არ ასოცირდება, ანუ უფრო იყო სილაღესთან არ ასოცირდება, არა, ანუ არა, უფრო იყო რაღაცა ძალიან ფიქრი რა, სულ მუდმივად რა ხდება სამყაროში, აი რატო დავიბადე საერთოდ, რა უნდა გავაკეთო და აი რაღაცა ამ ფიქრებში ყოფნა რა. მეც ვერ ხვდები რატო ვიყავი ეგრე, ანუ რატომ მქონდა ესეთი მიდრეკილება ასეთი ფიქრებისკენ ესეთ პატარა ასაკში. მაგრამ ნუ ფაქტია რომ ეგ იყო და დღეს როცა ვარ 34 წლის, ფიქრობ რომ ბევრად ლაღი ვარ, უფრო თავისუფალი ვარ სამყაროში, უფრო შემიძლია ვითამაშო და რაღაცა ვიყო იმ მომენტში, ვიდრე მაშინ. აი შიში იყო ქონდა მაგ კითხვებს, რაღაც შიშიდან ეკითხულობდი რომ რაღაც იცი რა არის, შიშიც შეიძლება კი არა მოყვებოდა ამას შიში და ყველაზე მძაფრი ხა რასაც ვიხსენებ იყო აი როგორ ვთქვა რაღაცას მიკუთვნებულობა, ანუ თითქოს მინდოდა თავიდანვე მცოდნოდა რატო დავიბადე, ანუ რას ვეკუთვნი. რა უნდა გავაკეთო რა? ანუ რა ხდება? დაცულობას მოგცემ. ხო, აი არის რაღაცა თითქოს თავიდანვე მინდოდა მცოდნოდა ცხოვრების აზრი. ანუ რავი, რატო მინდოდა, არ ვიცი, მაგრამ თუ უფრო ის რა მნიშვნელობა ჰქონდა რა, მნიშვნელობა. შეიძლება ეგეც კი, ანუ მნიშვნელობა. კი, და უფრო დაცულად იგრძნობდი თავს. აი დაცულობის ნაწილში მაგას არ ვფიქრობდი, ჩემთვის დაცულობა მაინც ასოცირდებოდა მშობლებთან, ძალიან პრაგმატულად როგორც ბავშვისთვის, ჩემთვისაც იგივე და მშობლებთან მიკედლებულობა იყო ჩემთვის დაცულობის წყარო და ვიყავი კიდევაც, სულ მქონდა მომენტი, რომ დედაჩემს თუ არ ვხედავდი ესე იგი всё დავიკარგე და აღარავინ აღარ მომაკითხავს, ანუ ეგ წმენა მქონდა, რომ თუ მე თვითონ არ ვაკონტროლებ სიტუაციას, რომ მუდმივად ვხედავდე დედას ან მამას, ან ოჯახის წევრს, ან რაღაცა ნაცნობს, სხვა შემთხვევაში თუ ისინი ვერ დამინახავენ, მორჩა მე დავიკარგე, არავინ აღარ დაბრუნდება უკან ჩემთვის. აი ეგ შეგრძნება მქონდა, რაც რა თქმა უნდა სუბიექტური იყო, ხა არავინ არ აპირებდა. რამე უწყოდა წინ, გამას დაიკარგე ან რაღაც ეგეთი. არაფერი მსგავსი. არა, სტანდარტული შიში არის რა, გადარჩენაზე მიწებებული რა, თუ ხო, მაგრამ ესეთი გამძაფრებული ჩემს ირგვლივ არავის არ ქონდა. იქ გჭირდება მშობელი თუ რაღაც. ხო, ეს ცოტა სხვანაირად ამოს ეგ ყველას გჭირდება მშობელი, მაგრამ ეს მე ვიყავ პანიკურად, აი როგორ გითხრა. აი მაგალითად, სადმე თუ მივდიოდით დასასვენებლად, მით უმეტ ეს უცხო გარემოში, აი მაგალითად ბორჟომში დავდიოდით თითქმის ყოველ წელს და მიუხედავად იმისა, რომ წლებისმიერ ის გარემო ჩემთვის ნაცნობი იყო, მაინც აი თუ არ ვხედავდი დედას, უკვე всё, მეგონა რომ მორჩა დასრულდა ჩემი ცხოვრება. გახსოვს ეგ მომენტი, როდის დაიწყო ეგ, თუ სულ მასე პირველი მომენტი არ მახსოვს. არა, ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ ეს განცდა მქონდა. ბოლო მომენტი? არც ბოლო არ მახსოვს. ეხაც ჭირს. ხა, ბოლო მახსოვს. ძალიან სასაცილო იყო, მოკლედ სკოლაში რომ მივედი, საბოლოო ჯამში ხო უნდა დავეტოვებინა და ჩემს რამდენიმე თვე ჩემთან ერთად იჯდა მერხზე და
ერთ დღესაც, გადაწყდა რომ უნდა გავიდეს ეს ქალი, როდემდე იქნება პირველ კლასში და გავიდე გარეთ და მე რა თქმა უნდა ტირილი დავიწყე ეგრევე და 90-იანების მიდგომა მასწავლებლების მხრიდან. რა დავიწყე ტირილი, ამჯერად მასწავლებელმა გამომიყვანა კლასის წინ და პირზე ამაფარა ხელი. და უკვე ხვდები რომ ვიგუდები, ანუ აღარ მინდა, უკვე გადარჩენა დამეწყო, აღარ მინდა დედაო, არ მოვკვდე რაღაც ეგ მომენტი, მაგრამ ჰაერი მერჩევნია მამა. ხო და აი მაგის მერე დავჭი კლასში მარტო მოკლედ რა, შიშით დავჭი, იმიტომ რომ უფრო დიდი შიში გაჩნდა. დედის არ ყოლა ეგ ვერდით რომ ხა მოკლედ ეს ბავშვი, ეხა ბავშვობაზე რა დავიწყდა, ბერგი ძალიან გავტრიგერდი. რაზეო? არ ვიცი, დავბრუნდი რაღაცეებში, იმ ემოციაში. ეხა თუნდაც როცა 6 წლის ვიყავი და კლასის წინ რო პირზე ხელი ამაფარა მასწავლებელმა და რომ მეგონა რომ ეხა ვკვდები. მაგრამ ეგ შეგრძნებით ეგ მოვიდა ეხა ჩემთან. რას გრძნობ? ან სად? აი რაღაცა იქ რო დამაწვა აი კერძის მიდამოში რაღაცა სიმძიმე და თავში ახლა საფეთქლებში. ოკეი. და ეხა არის როგორმე გამოვლენილი მსგავსი შენ ეხა დღევანდელობაში აი ეგ რო თქვათ ვინმე რამეს რო გაიძულებს რეზისტენსი გაქვს მაგის მიმართან რაღაცა შვებიან. არა? არ ვიცი რა გიპასუხა. რაღაცაში იქნება აუცილებლად ეხა თუ ეგ იგრძენი აუცილებლად. ხო, ანუ რადგანაც ვიგრძენი ესე იგი ეს იმას ნიშნავს რომ ჯერ კიდე არის ხელში, შეიძლება იმ სიმძაფრით არა როგორც იყო მაშინ. მაგრამ გეთახმები მაგაში რომ როცა შეგრძნება არ არის განულებული თუ არა რაღაც ისეთი რომ ვეღარ ამჩნევ, გადამუშავებული. რა მომენტში ჩდება ხოლმე ხარ მიიქცევ ყურადღება? აი ეხა მივაქცია ხა ამ წუთში, მაგრამ აი ბავშვობის რაღაცები რომ ამოტევდება ხოლმე ხშირად მქონია ვაკვირდები ბოლო პერიოდია და მქონია ეგ სიმძიმე რამდენიმე დღის წინაც მქონდა რაღაცა ისტორია რაც ჩემ თავში მოვიდა ბავშვობის და ჩემ თავთან დავიწყე დიალოგი ბჭყალებში რომ დღეს ხარ ეხა აქ ანუ იქ აღარ ხარ რა ხდება ანუ რატომ მოვიდა ეს სიმძიმით და არ მოვიდა უბრალოდ როგორც მოგონება როგორც ისტორია რაც მოხდა რა და ანუ ამაზე რომ დავიწყე ფიქრი და დაკვირვება გაქრა იმ მომენტში რა ეგ აღარ იყო ესეთი აქტუალური მაგრამ ის ტალღა რა ტალღითაც შემოვიდა რაღაცა მოგონება შემოიტანა ემოცია პარალელურად შენ მახსოვს რომ გითხოვს მგონი არ ვიცი რა ჩემთვის რომ ბავშვობაში მოგონებები ნაკლებად მაქვს ძალიან ცოტა მაქვს და რაც მაქვს არის ძლიერი ემოციური მომენტი რამაც ჩემზე ემოციურად სავარაუდოდ ნეგატიური ხო უმეტესად ნეგატიური კი ანუ ვერ ვიტყვი რომ რაც მახსოვს ყველაფერი არის ნეგატიური, თუმცა დიდი ნაწილი მისგან კი. ხო. ეხლა დაბრუნდები. ეხლა აქეთ წამოვალ და ძალიან. ძალიან ჩორჩი ბავშვობაში. ხო. ძალიან კაი მაგალითი იყო ეგ ეხა ემოციაზე რო თქვი რომ მარტო მემორი არ არის ტანში არის და თუ არაფერს არ უზოს ეგრე იქნება და რაღაცები სულ გაატრიგერებს. კი, ზუსტად. ძალიან კაი თვალსაჩინოება იყო მაგის. ხო. ხო. ხო და აი ის ფაქტი რა ჩემი გამოცდილებით რამდენჯერაც თვალებში შევხედე როგორც ახლა მაგალითად 2 დღის წინ მქონდა ეს რაღაცა რომ ძალიან ზრდასრული საუბარი შენ თავთან რომ რა ხდება ახლა ამ წუთში რა ხდება ის როცა 6 წელს იყავი თუ 10-ის თუნდაც როცა იყო წარსულში რაღაც ემოცია რაც ახლიდან მოვიდა რატომ მოვიდა ანუ ახლა რა ხდება ახლა ხო ჩვეულებრივად მშვიდ გარემოში ხარ არაფერი საფრთხე არ გაქვს არც ის ფაქტი არ ხდება კარგი თუ ცუდი და რატო ხდება დღეს ეს ემოცია და როგორც კი მე ბრუნდები აწმყოში ანუ იმ მომენტში ბრუნდები და ვაკვირდები სუნთქვას თუნდაც ან სადაც ვარ გარემოს იმ გარემოში აღვქვამ ჩემს არსებობას მიდის და ჩემი დაკვირვებით ის რომ სიტყვაზე მე უცებ გამედევნა არა დაფიქრებით არამედ ყურადღებას გადატანით მაგალითად საჭესთან ვიყავი იმ მომენტში და მუსიკისთვის ამეწია სიტყვაზე დამეწყო სიმღერა და უბრალოდ გადამეგდო უკან, ანუ რაღაც პინგ-პონგით რა გადმომიგდო და მე უკან ვესროლე just. მაგრამ ეს უფრო, ანუ ეგ ხო არის რომ ისე უკან დაგიბრუნდება და ამ შემთხვევაში ჩემი მომენტი ცოტა გადატანით რომ პინგ-პონგს დავუბრუნდა იყო ის რომ ხელში დავიჭირე ეს ბურთი, დავაკვირდი და რავი რატომ ეშინია. რა ხდება, რავი იყოს დავდი აქ რა, აღარ ვისროლე უკან და ესეთი გამოცდილებები ჩემ შემთხვევაში
გახდა უფრო სიმშვიდის მომტანი და ნაკლებად შემოდის ის რაღაცეები რა, ადრე რაც სულ თავს მესხმოდა და ჩემი გამკლავება არ იყო მუშაობა ამ ფიქრებთან თუ წამებთან, ჩემი გამკლავება იყო უკანსროლა, მუდმივი უკანსროლა. და სულ რაც შეიძლება ბნელ კუჭში გადაგდება, რაც შეიძლება შორს და შორს რა. ხო, საინტერესოა ეგ ძალიან სწორი მიდგომაა, მაგრამ აი როგორ მოხვედი მაგამდე ძალიან საინტერესოა რა გზა გაიარა, ეს ბავშვობა კი რაღაც ესენი, ნუ ძირითადი რაღაცები ბავშვობაში იბადება, რაც მე დიდობაში გვაწუხებს ან გაურბივართ, ან ვერ ბრძვით მაგას, ან მას ვერაფერს ვერ ვშვებით რა. რა იყო რა რაღაც როგორც მახსოვს თერაპიაზეც დადიოდი და ყველა გამოცდილება გაგვიზიარე რა შენ უშუალო რა საათ როგორ იყო სიამოვნებით კი ანუ პირველ რიგში სანამ მივიდოდი თერაპევტთან და ეგეც მოხდა რაღაცა ძლიერი ტრიგერის გამო ძალიან დაინტერესებული ვიყავი ფსიქოლოგიით და მუდმივად ვკითხულობდი ვუსმენდი და ნუ ფსიქოლოგიაში ყველაფერი იწყება ბავშვობიდან ანუ ბავშვის ფსიქოლოგიიდან და იმ დონეზე რაღაცა ექსპერტი გავხდი იმ დროს რომ აი რაღაცა მთელი მაგრამ მაშინ შენ თავის შველისთვის ბოდიში რა შენ თავის შველისთვის დაინტერესდი ფსიქოლოგიით ხო ბავშვობით ყველანი ხო სავარაუდოდ ეგ იყო რომ ამომიხსნა რაღაცები პასუხები მეპოვა გამეგო და სიღრმისეულად მცოდნო და როგორ მუშაობს თავიდან ადამიანი იბადება მისი გონება ტვინი რაღაცა ემოციები რაღაცეები და მოკლედ ძალიან შემithრია ასე რომ ვთქვათ რა და მუდმივად მაგაში ვიყავი რომ სულ რაღაცას ვუსმენდი ისიც რო არ გეხსნა ალბათ ხო ის თავიდან მნიშვნელობა ბავშვობა კი ხო და საბოლოოდ და ნუ მაგ პერიოდში ფიქრობდი რომ ეს ხდებოდა ალბათ დაახლოებით 7 წლის წინ როცა 7-8 წლის წინ და მაგ პერიოდში ფიქრობდი რომ რა მაგარია ფსიქოთერაპია აუცილებლად მივალ როდესაც რაღაცა მაგრამ რეალური ჩემი მისვლა განაპირობა ძალიან რაღაცა დიდმა ტრიგერმა რაც იყო პანიკური შეტევა და მემართა და იყო ნუ რეალური რაღაცის გამო რეალური საფრთხე იყო ჩემი ტრამვარის დაკარგვა რა დაკარგვის შიში იმიტომ რომ რაღაც მომენტში ჩემი საკმაოდ ადრე გარდაიცვალა ჩემ ადრეულ ასაკში მე რაღაც ჩემსაც ძალიან მალე რაღაცა შეიძლება ესეც გარდაცვლილი იყო, მაგრამ ჩემს გარდაცვალებიდან 6 თვეში რაღაც გადმოვარდა საიდანღაც და ნუ ფაქტობრივად არ ვიცი ძალიან სასწაულით გადარჩა. მე რაღაცა მამიდა ჩემი მოკლედ რო აღარ ჩამოვყვა. ბავშვობაშიც შიში მქონდა. ვიცით ბავშვობაში შიში მქონდა მიტოვების და ხალხის დაკარგვის და ის რეალურმა ჩემმა ცხოვრებამ კიდევ უფრო მეტად ჩააჭირა რა, ასე რომ ვთქვათ და ამან ჩამომიყალიბა არაცნობიერად, ისე რომ მე ამას რა თქმა უნდა ვერ ხვდებოდი ადამიანების დაკარგვის შიში. და ნუ იმ მომენტში მოხდა რაღაცა ჩემი მეგობარი იყო რეალური საფრთხის ქვეშ, სადაც მე მეგონა რომ დავეხმარებოდი, მაგრამ მეც რაღაცნაირად უძლური აღმოჩნდა რაღაცა, საბედნიეროდ არაფერი არ მოხდა, ნუ ყველაფერი კარგად დამთავრდა, მაგრამ ეს იმენად ძლიერი სტრესი იყო ჩემთვის დაშვებაც კი რომ შეიძლება რამე მოსვლა და ეგრევე პანიკური შეტევა დამეწყო და მაშინ აღწერდი ხოლმე ამ მდგომარეობას ისე რომ აი ხო ვართ ვიზუალურად ფორმა ხო გვაქვს და თითქოს შიგნითაც მქონდა რაღაცა მსგავსი ფორმა ოღონდ შუშის და ეს შუშა რო ჩაიმსხვრეს სრულად რა და აი ესე ჩაკკაცრას და ჩავიდეს ფეხებში რა ანუ ჩემი არსება ჩაიმსხვრა რაღაცნაირად ამ პანიკური შეტევის მერე და რო ფიქრობდი რატომ ბევრი ფაქტორი იყო. ერთი ის, რომ მანამდე ძალიან ბევრი სირთულე მქონდა გავლილი და რაღაცნაირად ჩემი თავი წარმოვიდგინე ისე, რომ აი მე ამდენი რამე მაქვს გავლილი და აწირაღა უნდა მოხდეს და უკვე ძალიან მაგარი ვარ და ძლიერი ვარ თუ რაღაცა. აი მაგ ილუზიაში ვცხოვრობდი. ძლიერობის ილუზიაში და პლუს მაგას აი ეს როცა მოხდა, მაგას წინა პერიოდი ვიყავი, აი იდეალურად არ ვიცი რა ხდებოდა, რაღაცა ჭყალებში გასხივოსნების რაღაცა სხივი მქონდა მე მგონი, ოღონდ არაფერი სულიერება და იოგა და არაფერი არ ვიცოდი, მაშინ არანაირი მედიტაცია. ნუ ვაკავშირებ იმას, რომ კოვიდის პერიოდი იყო, სოციალური ქსელები გაუქმებული მქონდა, ვიკვებებოდი იდეალურად, ვარჯიშობდი 11 საათზე მეძინა, ანუ ფიზიკური სხეული მყავდა ძალიან მოვლილი. და შეიძლება ანუ რაღაცნაირად მაგან გამიხსნა. ეგ მაგას შალიჩობს ხალხი.
ეგ არის ხო, ეგ დისციპლინა ძალიან შენ ენერგიას ძალიან იმაშუა. ხო, ანუ ეგ იყო ერთადერთი, რასაც ვაკავშირებ, იმიტომ რომ მაშინ თან მან დისციპლინით რო თან კმაყოფილებაც არის რა, ავტომატურად რაღაცნაირად. ანუ დისციპლინა იმიტომ არ გვაქვს, რომ თითქოს გქონია რომ გარდა კმაყოფილებს რაღაც უფრო მძაფრი და სხვანაირი რაღაცები გჭირდება რა და თუ მაგას შვები უკვე არასდროს დაცული ცხარი და კმაყოფილებაში ცხარ რა და თან ეგეც ძალიან კარგად მუშაობს რა. კი, ანუ კარგად ვიყავი ძალიან ეს მხნედ ვიყავი და აი ამ ჩემ პიკში რომ აი მე უკვე რა მაგრა ვართ რაღაცა ბრახდა და გეცია შავი მსხრია და ძალიან დანარცხება იყო, აი ძალიან ან დაგდება პირდაპირ ესე ტესტი იყო იქნებ შენი გასხილოს ნორმის. ანუ ნარნარებს და უცხოარ გაგრაღაცა რა გასხილოს. ეგ იყო ჩემი აზრით. ტესტია. ხო და მოკლედ მე ჯერ კიდე არ მივდიოდი ფსიქოლოგთან, ანუ ეს იმიტომ მოვყევი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიაში გარკვეული ვიყავი და იმე ჩემ წარმოდგენაში, რომ რა მაგარია ფსიქოთერაპია და უეჭველი მივა, მაინც ძალიან გამიჭირდა მივსულიყავი თერაპიაზე, იმიტომ რომ თითქოს ეს იყო დანებება, რაღაცა kinda ლუზერობა, რომ შენ ვერ უშველე შენ თავს რაღაცა, ხო, ზუსტად. და ეხა თერაპევტი დაგჭირდა. თან, ანუ კიდე ხალხს გაუსვამ, საიდან მოვდიოდი, ანუ მთელ ფსიქოლოგებს უსმენდი, ვაღიარებდი ამ მიმდევრობას, ასე რომ ვთქვათ, ფიქრობდი რა მაგარია და ყველა დავდიოდეთ თუ რაღაცა და ფაქტი რომ დადგა, როცა აი უკვე თვალებს შევხედე, რომ უეჭველი უნდა მივიდე, ვერ მივდიოდი. მაგრამ მაგას იმიტომ შვებოდი, რომ შენ გაგვითარებოდა სკილები და შენ ყოფილიყავი მე შენ თავის დამხმარე, მაგიტო შვებოდი, რომ ის უფრო ძლიერი ყოფილიყავი. არ შეგეძლო სუსტად. ნუ ფაქტია, მოკლედ მივედი მე ფსიქოთერაპიაზე, პირველი ჩემი თერაპევტიც და მეთოდიც, ანუ CBT ჩემთვის არის. რა BT? CBT. Cognitive behavior. ეს ანუ CBT-ს თუ სწორად ვამბობ, არ ვიცი, ახლა ფსიქოლოგები თუ მომისმენენ რაღაცა არასწორად თუ ვიწყებ ბოდიში, მაგრამ მე როგორც ვიცი, CBT არის ორიენტირებული დღევანდელ დღეზე, დღეს რა პრობლემებიც გაქვს, იქედან დაიწყო რა. და რაღაცა უფრო მოგვარება იმ მომენტში ლოკალურად დღეს რაც გაქვს, პრობლემა იმაზე მუშაობა და მე როცა მივედი ფსიქოლოგთან, ნუ მე მაშინ ვერ ყვეოდი ამ მიმართულებებში, რომ CBT ამას აკეთებს, ფსიქოლოგია ამას აკეთებს, ანალიზი ამას, ნუ არ ვიცოდი. ხო და ანუ ამ ჩემმა თერაპევტმა რო დაიწყო მუშაობა, მე ვგრძნობდი რომ ეგ არ მაინტერესებდა, იმიტომ რომ მე რა ვიცი, ანუ იქ ბავშვობიდან მაქვს დაწყებული რამდენი რაღაც და მინდა რომ იქედან დავიწყო და ეს უმაბრუნებდა ახლაში რა. მოკლედ ესე ვიწვალე ამ თერაპევტთან ისე რომ ვერ მოვდიოდი, იმიტომ რომ მერიდებოდა. სუდია. ხო და რაღაცამდენი თვე ვიარე მოკლედ ამ CBT-ს და ვერ რაღაცნაირად საფხული დადგა და რაღაცა დასვენების პერიოდი იყო და გაასხდი ხო? წარმოიდგინე ხო აი რატო არ მოვდიოდი, ჩემი ნება არ ვიყო, ფულს ვიხდიდი თან იმდენს. ხო და ნუ მე მივედი უკვე რა ქვია მაგას. აღწერა და შეიძლება მივხვდეთ. მოიცადე გავიხსენებ რაც ქვია. ანალიზი ხო, ფსიქოანალიზის მიმართულებით და ნუ მან წამოვიდა მე უკვე ბავშვობის თემები, რაღაცები, რაც ძალიან მტკივნეული იყო, ტრავმებს მე, ანუ ის პრობლემები, რაც ადამიანს შეიძლება მოდიოდეს უკან, ვფიქრობ, რომ აი თუ უკვე დამუშავებულია, ჩემი აღქმით როგორ გამოიყურება, მაგალითად, სხეულზე რომ რაღაც დაზიანება გვაქვს და დაგვრჩა შამი, მაგრამ ეხა ეს აღარ გტკივა რა, ხედავ უბრალოდ რომ ეს არის და გახსოვს რაღაცა ფაქტად. მომწონს ეგ მაგალითი. მაგრამ აი მე თერაპიაზე რომ მივედი, მივხვდი რომ მე ღია ჭრილებები მქონდა ძალიან ბევრი. და ეს ღია ჭრილებები მით უმეტ ეს როცა ტრიგერი იყო და ტრიგერი ჩემთვის ალეგორიულად იყო რომ ღია ჭრილობას მიარტყამ სადღაც და ანუ კივი უკვე ისე გტკივა, ან მარილი დაგეყრება თუ რაღაცა და უკვე всё, ანუ პიკი გაქვს და ვეღარ ძლებ რა, აღარ შეგიძლია რაღაცა ეგ მომენტი იყო და ნუ მე ამ თერაპიის პროცესში ნელ-ნელა დაიწყო ამ ჩემმა ჭრილებებმა მოშუშება რა. რამეს კონკრეტულად აკეთებდი ტანზე? არაფერი მსგავსი. თეორიულად.
შეიძლება მოყვა ეგ პროცესი რამდენად დეტალურად შეგვიძლია როგორ ხდება. ანუ ჩემი ფსიქოლოგის მიდგომა არ იყო მიმართულების მიცემა ან რაიმე, უბრალოდ ის რაზეც იმ მომენტში შენ თვითონ გინდა რომ ისაუბრო რა, ეგრე იყო ხოლმე და ნუ მე მქონდა სასაუბრო ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა იყო ისეთი. და თერაპია მომცა რაღაცნაირად სიმშვიდე და გაზრება, ანუ გონებრივად გაზრება, სხეულებრივად არა, მაგრამ ეს ჩემთვის იმ მომენტში იყო საჭირო და საკმარისი, შეიძლება ნუ არ ვიცი საკმარისი იყო თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დამეხმარა ძალიან რა და ისეთი გადაგდებული თემები როგორიც იყო მაგალითად ის რომ მამა ჩემი აღარ არსებობს 12 წლის მერე ვიგლოვე ანუ ჩემს სახლში ვიდექი ესე ნიჟარასთან ფანჯარა არის ნიჟარის წინ ურეცხავდი რაღაცას და უცებ ვიწყებ როგორ მოთქმას აი ისეთ მოთქმას დაახლოებით რომ აი ეხლა გავიგე რომ მამა ჩემი გარდაიცვალა რაღაცა ხო იცი რა ყურადღების მიქცევა რაღაცნაირად რა და ყურადღებას თუ მიაქცევ იმას რასაც ეცნაუნდა მალავ შეიძლება ის იმა რელიზ იქნას რა მაგით რა აი როგორც ეხა I don't know that depends მაგის მერე გახსოვს რამე ცნობები იყო აი მაგ გლუის მერე რაც ხა მოყევი აი განთავისუფლება იყო. აი ყოველდღიურობაში უფრო ან ზოგადად მაგ ემოციის მიმართ აი ზოგადად ცხოვრებაში კლავს ბევრი გლოვა რო გაქვს ტანში ზოგადად ცხოვრებაში რაღაცები რო ხდება ტრიგერდება რაღაცები ათრიგერებს ამ ინტენსივობას რაც გაქვს. ხო და ეგ შეიცვალა თუ გახსოვს ან თუ მიგიწევა ყურადღება. შეიძლება ყოფილიყო ცვლილება მაგალითად შიშის შედარებით დავარდნა ჩემს ხელში. მანამდე აი ეს პანიკური შეტევის მერე განსაკუთრებით მიუხედავად იმისა რომ მე პანიკური შეტევის დიაგნოზი არ მქონდა და როცა მივედი ფსიქიატრთან მეთქრე ანუ ჩემი დასკვნა იყო პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა ანუ ტრაუმების ფონზე PTSD ხო ხო და ანუ არც მედიკამენტური მკურნალობა არაფერი მსგავსი ჩემ შემთხვევაში არასდროს არ დაუნიშნეთ რაღაცა ეს იყო რაღაცა გადაუმუშავებელი რაღაცა ეს შენი წარსული რაც არ მქონდა წყალებში შეხედილი თუ რაღაცა რა და არა რაღაცა ფსიქიკური დარღვევა ხო და ანუ შეიძლება ოდნავ განთავისუფლება მოიტანა მაგან შიშის ნაწილში საბოლოო ჯამში ნელ-ნელა აქეთ რო წამოვიდე და ძალიან არ ჩავრჩა ერთ ეტაპზე მე ვფიქრობ რომ ჩემ ცხოვრებაში ყველა ეტაპზე მუშავდებოდა და იქმნებოდა სივრცე იმისთვის რომ შემძლებოდა ცუდად ყოფნა. ხო. capacity იზრდებოდა რა. ტევადობა იმისი რომ აი თუნდაც ჯერ ფსიქოლოგთან ის რომ მამის ნაწილი რაც განდევნილი მქონდა და იმდენად ანუ რაღაცა ტრაგედია თუ ტკივილი იყო რომ მანამდე ფიზიკურად მაგიტომ არ ვფიქრობდი რომ არ მქონდა რესურსი დამჯდარიყავი და მეფიქრა იმიტომ რომ ძალიან დიდი ტკივილი მოდიოდა. ხო ანუ სულ ამას აკეთებდი რა. ხო აკეთე სულ ამას და მე რაღაცა ამას შეხედა და ვა ეს ტკივილია და მოდი მეთკინოს თუ რაღაც და გტკივა რა. ხო ზუსტად. და აი ეგრე მოხდა მე ანუ ფსიქოლოგიც რაღაც ეტაპზე ხა დღეს მე აღარ დავდივარ თერაპიაზე და გულწრფელად რო ვთქვა ვერ ვიტყვი რომ ეს სულ ასე იქნება მაგრამ ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ საჭიროებას და ვერ ვხედავ ადგილს ჩემ ცხოვრებაში გაფართოების იქნება თუ განვითარების თუ რაღაცა ფსიქოლოგის ჩარევით თუ დახმარებით რა ეხლა მე ვფიქრობ რომ უკვე სხვა ეტაპზე ვარ თუმცა ეს ეტაპები მე იმიტომ აღწერე რომ რაღაც ეტაპზე ის იყო ჩემთვის გადარჩენა ანუ მე ძალიან მჭირდებოდა ეგ სივრცე ძალიან მჭირდებოდა კონკრეტულად ის ადამიანი ის მიდგომა მხოლოდ საუბარი თუნდაც და გონებრივი გააზრება ან თუნდაც საუბარი რა რაღაცების გაზიარება ის რაც ძალიან ჩამარხული იყო ჩემს ცხოვრებაში და ვერავის ვერ უზიარებდი მაგალითად რაღაცა სირცხვილის გამო ან რაღაცა იმის გამო და მე ორიგინალურად რომ დაამწუხრო ვიღაცა დამწუხრება ერთი ეგ და მეორე კიდე აი
გულღიაობა არ გაქვს, იმიტომ რომ რაღაცნაირად გერიდება თუ რაღაც მერიდება და ამაზე საუბარი. როცა ბევრი ემოცია ტანში მქონდა, იმის მეხანიზმი სურვილი მქონდა, რომ საქმეზე მიდიოდა, ახლა რომ მომეყოლა არა მოდიოდა ეგ ჭირდებოდა ყველაფერი რა ძალიან. მაგ დროს თუ გქონდა, როცა რაღაცა ცუდად იყავით რაღაცა, სხვა რამეზე გადაბრალებთ ძალიან პრიმიტიულზე. მე მჭირდა მაგალითად. აი რაღაცა რეალურად შეიძლება გაწუხებთ, რა ვიცი, მეგობართან სიტყვაზე კონფლიქტი თუ ბავშვობის რაღაცა გაგახსენდა, მაგრამ სინამდვილეში გეთქვა, რომ რაღაცა წვიმა რო დაიწყო, ცუდ ხასიათზე დავდექი რა დებილობა. არა და წვიმა გააჩნია თუ ის ადამიანს უკითხა, ხო? ეხაც ეგ ხარ მოხდა კეთე. რაღაც ძალიან გავს. თვალში რა ხდებაო და იქ პოდკასტის გამოთვლას. პოდკასტი თვალზე განაბრადება. ხა მაგრამ გუშინ სანაფილ მომწერდი, მანამდე მთელი დღე მეძინა. გააბრავა მაინც ეგრე. იქო თან. ეხლა რა არის შენი coping მექანიზმი მინდა და მეთქვა, მაგრამ არ მინდა ეგ რომ მეთქვა, უფრო go to რაღაცები, აი მაგათად ან ტრიგერებთან სამუშაო, ან ცუდად რო ხარ, ან სტრესთან გამკლავების, ან აი მანამდე ხო ფსიქოთერაპია იყო, რაც ცოტა გშველდა. ეხლა არის რამე ეგეთი. ეხლა ბოლოს სტრესს გავიხსენებ, ჩემ კატას უკავშირდება გადავარდა იუნიდან მოკლედ რა. რომ ესერთო მეოთხე რამ ცუდად იყო რა. რამდენიმე წელი და უკვე კარგად არის. და აი მანდ მივხვდი, მაგ მომენტში მივხვდი, რომ ძალიან ცუდად ვიყავი, ძალიან ავყელდი, ანუ რაღაცა ის დამიწყო პანიკა რა, აი ჩემი თავი დავკარგე თითქოს და მაგ მომენტში რომ დავიწყე სუნთქვა და დაკვირვება, უბრალოდ რაღაცა ცხვირთან ყოფნა, მივხვდი, რომ უკვე ეს პრაქტიკები, უბრალოდ პრაქტიკა აღარ არის და რაღაცნაირი ინტეგრაცია მოხდა ცხოვრებაში, რაც არის ალბათ მიზანი ისედაც ამ რაღაცებში. ის მინდა რომ დაკარგვის შიში ახსენე რა, მანამდე რა და იყო რაღაც დონეზე ეგეც დაკარგვის შიშიდან იმის თავი ნახავ. ხო, რომელი რა იყო თუ არა? აი ნოფისოს დაკარგვის შიში. კი, ან ნახე რამ ჭირდა. ეს დაკარგვის შიში ერთ-ერთი შიში. კი, და სხვათა შორის მე დავაფიქსირე, რომ ჩემ კატას ყოველთვის ვეფერებოდი ისე, რომ მე არასდროს მიგატოვებ. ანუ რაღაცას ვეუბნებოდი მაგას, რომ ნუ გეშინია, მე ყოველთვის შენთან ვიქნები, არასდროს მიგატოვებ და მე მივხვდი, რომ ამას ჩემ თავს ვეუბნებოდი, როცა პატარა ვიყავი. და მე მინდა და ეგ გამეგო, რომ ძალიან კაი მიგნება, ხო, ძალიან კაი მიგნება, რომ აი არ მიმატავებენ და ის შეიძლება რაც ცხადი იყო, ისედაც ახლა ჩემს ახლა რო ვთხრა, არ ვიცი ახლა ამას თუ მოусმენს გაგიშდება ალბათ. რომ აი რა თუნდა ამას ხაზგასმა, რომ მშობელი შვილს არ მიატოვებს რა, მაგრამ მინდოდა ალბათ რომ ეთქვათ ჩემთვის და მე ვეუბნები ჩემ ფისოს, რომ აი არ მიგატავებ შვილო, მეყარების შენთან. და ნუ ეგ იყო ალბათ, რომ რაღაცა ცუდი მშობელი ვარ, იმიტომ რომ მე კატა, ჩემთვის კატა, ანუ რამდენადაც სიგიჟეთ უნდა ჟღერდეს ვიღაცებისთვის, მე კატა მყავს აღქმული როგორც ჩემი შვილი. თუ კატა თუ ყავს შვილი, როგორც ჩემი პატარა ის კეთი, შეიძლება ეგეც ხო? იდეაში ხო შვილსაც მასე ექცევ როგორც ჩემ პატარა ვერსიას. It's the same. აი, არ ვიცი. ცუდ როგორ? ცუდ ვერსიას? ცუდ ვარიანტში თუ რა ქვია მაგას, ცუდ ანუ ეგრე თუ ექცევი არ არის კაი. მე ვიტყოდი რომ სტანდარტულს სტანდარტულად ეგრეა. მაგრამ ხო, ცუდ შეიძლება მაგაში შევთქვი. არ ექცევი როგორც ინდივიდუალურ ადამიანს. ხო, როგორც ის დამოკიდებულ არსებას მაგასი არ ექცევი. შენ როგორც შენ რაღაც, ხო. კაი მაგალითი იყო, როგორც კეთი თავის კატას. შეიძლება ეს კატა არის ყოლოდა საერთოდ თუ ეგ არ ექნებოდა კეთი. ზუსტად. აბსოლუტურად. რაღაცების შვილებს მაგიტო აჩენენ ალბათ. ხო, და აი მე შვილის გაჩენის ნაწილში ახლა ძალიან სუპერნერგინდა. შვილი არ გინდა? არ ვიცი. ანუ ჩემს კატით იქმაყოფილებს კატა. პასუხისმგებლობაა ეგ, რომ რაღაც მომენტში ფიქრობდი, რომ თუ გავხდები დედა, უნდა ვიყო იდეალური და ეს იმდანაც წნეხი იყო ჩემ წარმოდგენაში, ну, მაგაზე ფიქრობდი, რომ აი ახლა რო არ ვიყო, მე რა ვქნა და თქვია საერთოდ არც ვიცოდე ვიქნები თუ არა. მე შენი შვილი შეეცდება რომ უკეთესი იყოს ისიც შეეცდება ესე რა. ხო, ეგ არის ლოგიკური, მაგრამ ეგ რაღაც სუბიექტურად ფიქრობდი მოკლედ რა. სად ვიყავით რა? სად ვიყავით და თან უკითხოს გამიშთა. ანუ შენ თქვი რომ აი თქვა თუ ეს ჩემ ფისო გადავარდა, მე რა ვიყავ და ეს თქვა დავაკვირდი რა და
აი ეს თქოს სვარკვირდები ხოლმე თუ მარტო როცა გჭირდება მაშინ აგვირდები. მოვიტყუები ახლა რა ვთქვა რომ სულ მაგ პროცესში ვარ და ეხაც ვაკვირდები ჩემს თქოს, მაგრამ უფრო და უფრო ხშირდება მომენტები როცა ვაკვირდები. შეიძლება იყოს, აი ეხლა ბოლო პერიოდში დავიწყე ეგეთი, მე მგონი შენ მითხარი, მე მგონი შენ მითხარი, თქვენ რო გყავდათ სტუმარი, გახელილი თვალებით. გახელილი თვალებით ხშირად დაბრუნება. და ეგ დავიწყე, შეიძლება სხვებსაც გამოადგეთ, ვინც საჭესთან არის. როცა გავარ წითელზე, ვუყურებ იმ წითელ ნიშანს. მანამ სანამ მწვანე არ აინთება რა. და ვარ იქ იმ წითელ იმაში ვარ სივრცეში. და ჩემი ერთ-ერთი მე სალონში უფრო მომწონს ხომ თუნდაც ტრანსპორტში. ანუ ახლოსში იქ ვარ, იმიტომ რომ ძირთადად ხო გარეთ იყურები და შიგნით შენ გარშემო რა ხდება მანქანაში. არასდროს ყურადღებას არ აქცევ თითქმის რა. აი განსაკუთრებით რაღაც ისეთ კუთხეში აბა წინ რა პრიბორებს და რაღაცებს დახედო. ან სარკეს გახედო და წინ გაიხედო და კვით ხო. აი რაღაც ისეთ დეტალებს არ აკვირდები ხოლმე ზოგადად რა. ეგ არის ხოლმე ჩემი ერთ-ერთი ის თუ გამახსენდა მან. ძალიან მაგრამ ეს შორს ვიხედები ხო? მას ჩემი ეგეთი მსგავსი გამოცდილება იყო ეგეთი რომ დისპენსერი მაქვს რა დისპენსერი წყლის რა და ძალიან ნელა მოდის რა და ეს ბოთლი ხო მაქვს რა სუწყავს ვავსებ რა და ნუ აი ამ წყლის ავსება ჩვეულებრივად მიდის რა ეს ხოვრება წყალს ავსებ რა ეს სუროში ფოთავ რა რაღაცნაირად მოდის აივსება როდის ეხა ესე რომ გახართან ხო რაღაც და აი თუ რაღაც ის გაგა და აი მან მოხდა ერთ დღეს რომ ნუ რაღაც პრაქტიკები უძღოდა რა მაგას წინ რა რასაც ვაკეთებდი რა და მე ნუ ეს პროსტა არ მოხდა მაგრამ უცბად მივხვდი რომ პროსტა დააკვირდი პროცესს რა აი გაჩერდი და უყურე რა რაღაცნაირად უყურე და წამიდან და მე მაგან ძალიან დიდი ისეთი გასნობერი მომცა ცხოვრებისეული რა რომ ჩვენ ხო სულ შედეგებს აი ეგრევე გვინდა შედეგი იყოს რა სულ შედეგს ვეძებთ რაღაცნაირად რა არ ვიცი იოგასაც რო ვარჯიშობ გინდა რომ ეგრევე იქ იყო რა ბოლოში თუ რაღაცაოსო და პროცესი და აი მან და აი ცხოვრებაში ვიგრძენი პირველად აი ეს პროცესის გემო რა რომ აი თუ პროცესში ხარ სო აქ ხარ აი ხლაში ხარ უკვე ეგოია შედეგი რა მაგის თქმა მინდა და რაღაც არსად აღარ ხარ მისასვლელი რა წყლის ხოდის მაგრამ ეგეთი პასუხებია ცხოვრებაში თუ დაკვირვებით ხარ რა რაღაცნაირად ანუ თუნდაც ეს ცხოვრზე დაკვირვებას მაგისტვის გვჭირდება რომ ეგ განვივითაროთ რომ თუნდაც შუქნიშანთან ცხოვრებაში წყალს შევავსებ ან გზაზე რო გადადიხარ რაღაც აქ იყო რა იმ მომენტში ხო ხო და მაგითო გკითხე რომ ხო ეს რჩევაც იქნება რა ალბათ ადამიანებზე რომ აი ეს რაღაცები პრაქტიკები არ ვაკეთოთ იმიტომ რომ აი ეხა მე დამჭირდა რომ კარგად გავხდი ან ეხა ვიტანჯები და მაგრამ სულ ვაკეთოთ და მე ეს პრობლემები ამ კეთებაში თავისი თვე შემოვა რა ეს ფონი რო გექნება აი სანდად გასაგებად ავსებ გასაგებას ხო ანუ არ უნდა იყოს მაინც და მაინც რაღაცა სასტრაფოს რო იძახებ იმიტომ რომ უკვე გადაგლეჯილი გაქვს ხევთ რაღაცა და გჭირდება მაგ დროს არ გააკეთა და ისედაც აკეთო რაღაცა აი ჩემ გამოცდილებაში ჩემ პრაქტიკაში ყოველთვის დიდი წინააღმდეგობა იყო ხოლმე ეგ რა და მე რო შეიცვალა ეგ და უბრალოდ პროცესისთვის და კეთებისთვის რო ვაკეთებ რაღაც არ ველოდები ხა იმას რომ ცუდად გავხვდები სადღაც. რა მე ჩვეულებრივ ცხოვრება გრძელდება პრობლემებიც არის ნერვების ისიც არის თამაშიც რაღაც სისუსტეებიც არის, მაგრამ უკვე ისეთი ბაზა გაქვს ამ პრაქტიკით რა რომ უკვე აი აქ ხარ. და თუ რაღაცა ჩვენ ხა აშვებულად ცხოვრობ და მე და აი იცი რომ ეს გიშველის რა ეგრე არ მუშაობს რა მოკლედ მაგის თქმა მინდა და არ მუშაობს რა. ხო, იმიტომ რომ უკვე აღარ არის აწყვაური და აქედან აღარ არის უკვე არის საჭიროებისთვის რა და ის თავის თავს კარგავს რა მედიტაციას და ნებისმიერ პრაქტიკა რა. ხო, უკვე ჩალიჩობ რაღაცას და აღარ უშვებ რა უკვე დაიწყო ყოველ შემთხვევაში. ეგრე შეიძლება და მე მგონია რომ ეხა შეიძლება წყობი უფრო არის შენი გააზრებიდან და მასე რაღაცებიდან ნაკეთებიდან მისული მან ვიდრე რაღაც. არა, მე რა თქმა უნდა ობიექტურია თქო და ყველა ეს მე ჩემი ყველას გზა ეგეთი არის თუ უნდა იყოს თუ. მაგრამ ხო მე ადამიანს მოუწოდებ იმას რომ ჩემი გამოცდილებით დაიწყეთ პრაქტიკა არაფრის გამო. პროსტა აკეთეთ რაღაცები და მე ნუ სულ რაღაცები იქნება რა. კაი რაღაცები.
არის მასი რეგლი მასწავლებელი. ხო რა და ეგი, მამეთ ეგ არის რა, რავი რა, ყველა რაღაც გზას ხო გავდივართ თუ კაფავთ და მე ჩემ გაკაფულ გზას ვაზიარებ, ვიღაც თავის კეთი თავის შენს. დიახ. ეხლა ვფიქრობდი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც გამომჩა, მე ეკლესიური ვიყავი. ოკეი, მეც ვიყავი რა. ძიებაში ვიყავი რაღაცნაირად ბავშვობიდან და არაფერი არ მოასწავლობდა ამას, იმიტომ რომ ჩემ ოჯახში ერთი ხატიც კი არ არსებობდა. ჩემთან ძალიან ბევრი ანუ არ იყო ეგეთი ჩემი ოჯახი, რომ რაღაც ეკლესიაში დავდივართ, ხატების კუთხე გვაქვს, არ არსებობდა ეგეთი რამე რა. და იქ ფსიქოლოგამდე პერიოდში ხდება თუ? ხდება ჩემი სკოლის ბოლო წლებში. და ის საინტერესო გაზია რა ეგ რა მოხდა როგორ მოხდი მან და მე რატო წამოხვედი მაქედან რატო შეიცვალა რაღაც როგორ მოხდი მეგობარს გავყევით რაღაცა მიდიოდა ეკლესიაში რაღაცა მეთქი მეწავალ თქვა და იმედ გამისწორდა რაღაცა სიმშვიდე იყო ჩემთვის თუ რაღაცა დღესაც ვფიქრობ რომ რაღაცა ენერგია აქვს ეკლესიას აი ეს ვარლამიც რომ ამბობდა ძალის ადგილი ამბობზე არის რაღაც ხო ჩემთვის ძალიან აქვს ეხა ეგეთ აზრებში რომ შევდივარ მოწამეთა და ისინი რაღაც ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებელია და სიმშვიდეა რაღაცნაირად რა ძალიან ეხა შაშა მქონდა ბოლოს ის მომენტი იქ ვიყავი საირმეში და ეს დავბოდიალობდი პროსტა რა ჩემთვის რაღაც ავბოდიალდი მთისკენ და იქ იყო ეკლესია. პატარა ეკლესია იყო რაღაცა და შევედი ამ ეკლესიაში პირველად რა 1000 წლის მერე. და ეს რაღაცა ენერგია ოღონდ იქ საირმეში ყოფნის დროს ძალიან ისე ვიყავი, აი ძალიან იმ მომენტში ვიყავი ის დღეები სულ და ძალიან აი რაღაც აღფრთოვანებული სამყაროთი არსებობით რაღაცა ისედაც ეგ პოზიცია მქონდა და ამ ეკლესიაშიც რო შევედი აი მე ანუ ემოციებისგან ცრემლები მომდიოდა და რაღაცა ენერგია მიგზენი ისეთი რომ აი მეთქი რა ხდება და ძალიან რაღაცნაირად გამახსენდა მე მგონი ჩემი წარსული და რაღაცა პატივი ვეცი იმასაც რასაც როცა ეკლესიაში დავდიოდი იმიტომ რომ ყველაფერი რაც გაგვივლია, პატივსაცემია ჩემი აზრით რა. კაი თუ ცუდი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ახლა მე არ ვთვლი, რომ ეკლესიაში ეკლესიურობა მოკლედ აღარ არის ჩემი, ასე რომ ვთქვა რა, რამდენი წელია უკვე 14-18 წლის ვიყავი ბოლოს მე მგონი. აი როგორ მოხდა ეგ ტრანზიშენი გაასწორა? მივედი ეკლესიაში, უცებ მოვყვები, მივედი ეკლესიაში ესე შემთხვევით, მეგობართან ერთად, ძალიან მომეწონა, გამისწორდა და აი თუ მთელი ცხოვრება ვეძებდი რაღაცაზე მიკედლებულობას, მან მეგონა რომ ვიპოვე. ეკლესიაში მეგონა რომ ვიპოვე და რაღაცნაირად აი ეს არის პასუხი, რომ რაღაცა უნდა ვიყო ეკლესიური, ამ წესებში ვიცხოვრო და არ ვარღვევდი რაღაც 16-17 წლის ბავშვი. ყოველ შაბათ-კვირას დავდიოდი წირვაზე, ლოცვებს ვკითხულობდი თუ რაღაცა, დაჟე ერთხელ მახსოვს, რომ ეკლესიაში რომ მივდიოდი, რაღაცა სარკეში ჩავიხედე და მე კარგად გამოვიყურებოდი თუ არა და მეთქი, ვაიმე რა სამობა ხა ეს რა შუაშია. ხო, ეკლესიაში, მაგრამ რაღაც ძალიან ისე ვიყავი და მე ვფიქრობ, რომ ვიყავი ფანატიზმში გადავარდნილი იმ მომენტში რა. და ლოცვანი დამქონდა სულ შანტაშ მედო რამე რომ მოხდარიყოთ რაღაცა ძალიან ეგოცენტრულად ვაკავშირებდი ყველაფერს ცუდი თუ რამე მოხდებოდა ვაი მე ღმერთო მე რა დავაშავე რა და დაიმსახურე ეგ ეხა რას თქვი ხო ეგ ვიღაც ანუ რომელიღაც ხმა იყო რომ ეხა შენაშვები ეგ მანდ გაჩნდა თუ მანამდეც იყო ეგ ხმა და მან უბრალოდ ეგ ფორმა ჩაიცვა თუ როგორ მოხდა ეგ თუ გახსოვს არ ვიცი რა კითხე ხო? მაგრამ არ ვიცი რა გიპასუხა, მაგრამ მე მგონია რომ ეგ მანამდეც იყო, იმიტომ რომ მეორე ხმა ჩემ ცხოვრებაში სულ იყო, რომელიც სულ რაღაცნაირად კრიტიკაში იყო და ეხა overthinking-ი რომ ეხა ესე რატო გააკეთე, ის რატო თქვი, ასე რატო მოიქეცი, სულ იყო ეგ რა. მაგრამ როცა ეკლესიაში მოვიდა მეორე ხმა უკვე ეკლესიური ხმა მოვიდა.
რომელიც განმიკითხავ და რაღაცა აღარ წმინდა თუ რაღაცა. მოკლედ ხო, მე მამაჩემი გარდაიცვალა და იყო ძალიან დიდი ამოვარდნა, იმიტომ რომ ეკლესიურობიდან კი, იმიტომ რომ აი რატო დავიფსახურე ეგ მომენტი. გაუბრესდით ეგრეა ხო. არ შეიძლება. მაგრამ მეგობრებო, მე კიდევ ვცადე. იმდენად სასიამოვნო იყო ეგ პერიოდი რაღაცა შეგრძნების დონეზე, იმიტომ რომ ეგ სისუსტის ნაწილიც შეიძლება დავერქვა, თუმცა მე ძალიან პატივს ვცემ დღესაც ვინც არიან ეკლესიურები და თუ შეჭირდებათ, ანუ არანაირად ძალიან კაია რა, რაღაცა თავისი გზა ყოველს თავისი ის რა. მაგრამ მე მაშინ შევფუთე ეს ყველაფერი ისე, მოკლედ ეგრე თქვი ჩემ თავთან, რომ მე ხა სუსტი აღარ ვარ, აღარ მჭირდება ეს ღმერთები და რაღაცები, ვაფშე არ არსებობს ღმერთი, მე ვიქნები ჩემი თავის ღმერთით რაღაცა. ესე გამოხდა. მე გავძლიერდები და წახვედი ათეიზმში. ხო შეიძლება რა. ერთი დაბრუნება რაც მქონდა, აი რო ვთქვი, რომ ჩემი სიკვდილის პირას იყო მამაჩემის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში და ამ დროს ვარ 18 წლის ძალიან ბევრი ვალდებულებები, კივილები რაღაცები მაწვება და ერთი ეგ მახსოვს და ჩემიც რო არ ვიცოდი ცოცხალი იყო თუ არა, ეგეც კი არ ვიცოდი, სანამ მივიდოდი იმ საავადმყოფამდე გზაში ფიქრობდი, რომ მეთქი ეხლა ჩემის თუ მკვდარია, უეჭველი მონასტერში მივიდე, უნდა აღვიკვეცო, მეთქი მეზარება, ვეღარ გავაგრძელებ ამ ცხოვრებას, ანუ დავიღალე უკვე. თუ რაღაცა და მე ისევე რაღაც ცუდად რო ვიყავი, ცუდი პერიოდი მქონდა, მეთქი ეხლა წავალ მონასტერში და შევხედავ რა. იქნება ამ რაღაცა სიმშვიდეს ისევე პოულობ. მონასტერში რაც ვიყავი, მეგობრებო, 5 დღე იმის მერე პროტესტის ნიშნად ეკლესიასთან პირჯვარსაც აღარ ვიცედი. რა ნახე? მასეთი რა. ხო, არ ვიცი ხა სად ვიყავი და რა ხდებოდა დეტალებს, მაგრამ ნუ, რა თქმა უნდა, ჩემი სუბიექტური აღქმარი, ვიღაცა პოულობს ეგ ღმერთს, მაინც დავტოვოთ ეს. სახელები და რაღაცები არ თქვა, არც სივრცე, პროსტა რა ხდებოდა ეგ მოყვა. ანუ არანაირი სულიერება თუ ღმერთი თუ რაღაცა იქ არ მინახავს მე რა. იმაზე მეტი ადამიანობა ვნახე, ვიდრე ცხოვრობდი ჩვეულებრივად ყოველდღიურობაში და იმდენად ის იყო ეს ჩემს უკვე პასუხი, მანამდეც უკვე ის რო აი ღმერთი არა ის კიდე, აქედან რომ მივედი მაინც. ამან რომ დაამატა, მეთქი კარგად იყავით საერთოდ რა, ანუ არ მინდა თქვენ და ამოხდი მეც რაღაც მსგავსი გამოცდილება მაქვს. მონასტერში ნაყოფი ხარ? მონასტერში არ ვარ, მაგრამ ის მომივიდა რა ძილის პარალიჩი რა და ეგ ხო ჩაგიგდა რაღაც. ეგ ჩვეულებრივი მოვლენა იყო ჩემთვის. მე პირველ თავს 15 წელს ვიყავი რა და მაგედან წავედი რა და თან რაღაც თემატიკა ეგეთი იყო რა, სანამ მომივიდოდა რა. რაღაცა ესე შმაგზე გინებას და რაღაცებს ლაპარაკობდი რა ბავშვები და მე ამათმა მითხრას რომ მე ვაგინებდი რა ეშმაკი ეშმაკის და რაღაც და ამათმა მითხრას რომ ვაგინებო ეშმაკსო რა გამოგეცხადებაო და რაღაცასო გამოეცხადაო მონასტერშიო და დილით წელსქობით მოწყոտილმა გაიღვიძაო რა და მეთქი აუეთი ეშმაკის დედას თქო და კაროჩი არ შეიძლება და მაგ ღამესვე მოხდა ეს ზელსაში და პარალში და რაღაცა ჭინკები რაღაც გამოძრეველი და ეს ვიღოს ვიღოს ტიპი რო გადგას თუ რაღაც ბეწვიანი კაცი და მაგ ველაპარაკში მქონდა რაღაც ეშმაკი თუ გამოგეცხადებაო რაღაც უფალო შემიწყალე 100 ჯერ უნდა თქვა თუ რაღაც და მოუსხეს უფალო შემიწყალე 100 ჯერ მეთქი როზე გამიშვით და მიხვდი რა ხდებოდა არა მაშინ ვერ მიხვდა ვერც ვერ უთხარი ხა აუდგე და რაღაც ჩემთან სახშიც ეგეთი მორწმუნე ტიპები არ არიან ლუკი არიან მაგრამ რაღაც 15 წლის ხარ და ეხლა ბიჭობ და კაცობ და რაღაც და ეშმაკი გამოგეცხადა შეიძლება დაქცინონ ან არ ვიცი რაღაც გითხრან რა და ნუ ჩავიმალე ჩემთვის რა და მაგის მე სუფიქრები მქონდა ეხლა არ ვიცოდი მაშინ ეგეთი რამე თუ არსებობდა მე მგონა რომ მართლა ეშმაკი გამომეცხადა და მართლა ეს ოკეი და ნუ ძალიან შემეშინდა რა და წავედი ეკლესიაში მამაოსთან და მამაო მითხრა იქო ეს რა დაგმართნიაო ესო ერის კაცობაშიო ძალიან იშვიათიაო რა დრამა გააძო. მაგარი უფრო შემაშინა რა ერის კაცობაში ძალიან ისარიო და რაღაცა ნიშანი მოგცა უერთმა და სო რა უნდა შეუდგება მოგზას დამითრიეს ეგრევე. ვაუ. რა და ვიზიარი და ისინი მოუყევი აღსარებები რაღაცები და
მაგრამ არასდროს არ უგზნობდი რა კომფორტულად თავს რაღაცნაირად რა, ანუ თითქოს მაგ დროს ისეთ სილაღე მქონდა რაღაც ბუნებრივად რა. თინეიჯერობაში და 15-14 ბავშვობიდან რაღაცნაირად რა. რაღაც თითქოს აი ამ ჩემს სილაღესთან არაფერს არ ვაშავებ რეალურად რა, ვიცი რომ ეს ცუდი არ ვარ რაღაცნაირად და არაფერს არ ვაშავებ და ამ სილაღეს რაღაცნაირად მიკონსერვებდნენ რა, აი ეს შინაგანი ამბოხი სულ მქონდა, არ მომწონს. აი სულ ეს კოსმოსი და რაღაცებს უმიტაცებდა რა, სულ ფიქრები მქონდა რა, ღმერთი არსებობს, არ არსებობს, როგორია რაღაც უკითხვები, აი სულ რაღაცა გამოჭერავს ვთქვი რომ ვინმე მიპასუხოს არ. და ის არასდროს არ მომწონდა რომ რაღაცას მივადგებოდი და იმის იქით ვერ ვგებულობდი პასუხს და მაგას მეუბნებოდნენ რომ მაგას ვერ ახსნი რა და ანუ უბრალოდ უნდა წამდეს. ხო, უბრალოდ წამდეს და ეგ არ მომწონდა არასდროს და რაღაცნაირად ეს დაფეიდა უცდა რა მე ჩემი 18 წლის ალბათ რა. ანუ კაი ხანი. ხო რა, 1-2 წელი ვიარე და მე ნამარხვები რაღაცა 2-3 წელი დაახლოებით. და მე დაფეიდა უცდა რაღაცნაირად გავეძრე ძალიან ის რა ათეისტური ტიპი რაღაცნაირად რომელიც ავისო მეთქი რავი რაღაც შემთხვევითობა ეს სამყარო რაღაც შემთხვევით რაღაც შეეჯახა და ტალღა წარმოიქმნა და ვსა ეგარით რა. ხო რა და საბოლოოდ მაინც ღმერთთან მივედი. რაღაცნაირად. ჩემი მოკლე ისტორია. ხო, ოღონდ რა არის, ვინ რას ეძახის ამ ღმერთს, ხო, ყველა რაღაცას ხომ მნიშვნელობას ჩემთვის ეგ არის ყოფნა რა. რო ვართ, ეგ არის ღმერთი. უხეშად რო ვთქვა. მარტივად. ხო, აი ხა გამახსენდა, როცა მე წამოვედი ეკლესიიდან, ჭალებში წამოვედი, დიდი წამოვედი. რას გავეყრდენი, იმიტომ რომ რაღაც საყრდენი ხომ ჭირდება და გადაწყვეტე რომ აი ადამიანების ენერგია არის ყველაფერი და არაფერი სიცივე არ არსებობს და ის რაღაცა სიკეთის ძალა, რომ მე თუ კეთილი ვიქნები, კარგად მოვექცევი ხალხს, სამყაროც კარგი იქნება, სიკეთე იქნება და არაფერი ღმერთი არ გვჭირდება, ჩვენ და არც არსებობს. ერთმანეთს კარგად მოვექცევით, ეგ არის საკმარისად რაღაც და აი მაგაში დავიწყე ცხოვრება. რაღაც ეგრე ცხოვრობ. თუ დაიგე. აუ, პირდაპირ მოწყვეტი პასუხი გაიგო მომწონდა. მაშინ იყო რაღაცნაირად შექმნილი ეგ, რომ ახლა ეს ჩავანაცვლოთ ამითი რა და ეგ იყო, ანუ ძალიან ხელოვნური იყო რაღაცნაირად და ახლა მგონია, რომ მაგისკენ მივდივარ ბუნებრივად, ანუ ბუნებრივად უნდა მივდიოდე და თუ მივალ, თუ არა და ვიქნები ბოროტი. ხო, აი ძალიან გავრცელებული ის არის, ანუ ბოროტი რა, შენ რო არის კეთილი, ვიყავ ბოროტი. და ვისთვის რაც არ შეიძლება სიკეთები აკეთო შენი ჭკუით, ვიღაცისთვის შეიძლება იქ იყოს სიბოროტეს და რაღაცა ყველაფერი ანუ ეხლა და ეგ რო ჩვენ კარგები უნდა ვიყოთ, ემპათები უნდა ვიყოთ, უნდა სიყვარული ვაქვიოთ რა, რეალურად შეიძლება მან არ ვიყოთ მდგომარეობით რა და იყოს ეს ძალიან იდეური რაღაც რა. ხო, შიშით და ხო. არ მიგიღებს გარემო, მაგისი შიშით, ვერ გადარჩები, სასრული არ იქნები, რაღაც არავინ არ გეყოლება, მარტო დარჩები. ანუ ამ შიშების რა, მაგ შიშების გამო მე გავლილი მაქვს, ანუ ვიყავი, რა ვიცი, ყველას დამხმარე, იმიტომ რომ მადლიერი უნდა იყო და რაღაცები და საბოლოოდ მეც მაქვს ეგ რაღაც დონეზე გავიგე. კაი შეგრძნება ეს. ხო, ოღონდ შეგრძნება და რაღაც აი მე აქეთი იოგაში და რაღაცებში რო წამოვედი, რაღაც ესე ხო ის აი რაღაც მადლიერება და მადლიერება სულ გესმის მადლიერება რაღაც არ ვარ ეს მადლიერი. როგორ ვიყო მადლიერი? რაღაცით ხო ხარ, გააჩნია რა. ხო, ნუ რაღაცებით ხარ რა, ეხა ადამიანს რაღაც კარგს რო გიკეთებს, მაგრამ ეს თვითონ განცდა მადლიერების ძალიან გვიან დამეუფლა რა, რაღაცნაირად. ეხა გააქვს? კი, ოღონდ ისევ ჩემ თავზე იყო რა, ეგ რაღაცა ჩემი თავის მიმღებლობა იყო რა. მე მადლიერება ვიგრძენი. რეალური მინიმუმ სანამ რაღაცა მაგ ტალღაში ძალიან შეხვალ. მე თუ ვიღაც ჩემ თავს იქ აი ამას უკეთებ შეუძლებელია რაღაცნაირად მადლიერი იყო ან რაღაც მიმღებლობაში იყო რა მოკლედ რა მაგ მდგომარეობაში. იმიტომ რომ რაღაც არის რასაც გაურბიხარ და ეს თუ ხარ უკვე გამორიცხავს მიმღებლობაში. უკვე მაგას ეგრე აღარ მეგობაში ხარ. ხო, ანუ შენი თავის უნდა იყო პირველ რიგში მადლიერი. მე არც არაფერი არის რა. მარტო აქ არის ღმერთის და მადლიერებას და ემპათიას და პირველი არის ეს ვის მიმართაც ეგ ხარ. ხო, და სამწუხაროდ ეგ არ აღიქმება მასიურად
მასიურად არ აღიქმება ისე როგორც არის, იმიტომ რომ მასიურად ხალხი აღიქვამს, რომ ეგოცენტრული ხარ, ეგოისტი ხარ, ცუდია. მარტო შენ თავზე ფიქრობ, შენი თავიდან ამოდიხარ და რაღაცა. რასაც მე არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ეგ პირიქით არის, რაღაცნაირად გვასწავლეს, რომ ჩვენი თავი არ ვაღიაროთ, ჩვენ თავზე არ ვთქვათ, ჩვენთან არ ვუთხრათ, რომ ჭკვიანი ხარ, ლამაზი ხარ, ასეთი ხარ თუ ისეთი, რაც ხარ, ან რა მიღწევებიც გაქვს. და სხვამ უნდა თქვას თუ რაღაცა და მე კიდე ეხლა ამ განწყობით იქ ვარ, რომ თუ შენთან არ აღიარე შენი თავი, შენ არ უთხარი რომ ყოჩახ თუ რაღაცა, სხვა რანაირად ანუ რატო თან შენი თავიდან იწყება რა, შენ თუ კარგად არ ხარ, მე გარეთაც რაღაცნაირად ხარ და თუ კარგად ხარ, გარეთაც ამ სიკარგეს აუცილებლად თუ რაც მონებრივად ეგრე ხარ რა. და მე აღარც გჭირდება ბოდიში. სხვისი ვალიდაცია, წეღარ რასაც ვამბობდით, რომ შიშიდან მართული სიკეთე ბჭყალებში, ესე რომ დავარქვათ, ხო? აღარ გჭირდება, იმიტომ რომ რეალურად შენ თვითონ ხარ საკმარისი შემქები, საკმარისი სიყვარულის მიმცემი და ნაკლებად გჭირდება ის და ნაკლებად აკეთებ დესტრუქციულ რაღაცებს, ნაკლებად აკეთებ არაგულწრფელ რაღაცებს შიშისგან მართულს. და უფრო ხარ ბუნებრივი და შენი ქცევა და თუნდაც სიკეთე არის ნამდვილი სიკეთე, ნამდვილად გულიდან წამოსული და არა შიშიდან წამოსული. მდგომარეობა და იმაგით ცხოვრობ და მაგაში ხარ, ყველაფერს ასაკეთებ, მაქედან აკეთებ. აღარ ჭირდება რაღაც ალგი აქტი სიკეთის გაკეთებას და რაღაცას. ანუ როცა უკვე მაგ მდგომარეობიდან აკეთებ ეს შინაგანად შენ რო ეგ მოდის რა. უკვე აი ბუნებრივი და რბილი ხდება ეგ სიკეთე. და რას გულისხმობ? მანამდე თუ რაღაცნაირად გჭირდება მაყურებელი, ან გააგებინო, რომ აუ ახლა ეს რაღაცა გავაკეთე. ანუ ვინც უნდა თქვას, ეს შინაგანად მაინც გვაქვს ეგ ადამიანებს, რომ თითქოს აი მე უანგაროდ ვაკეთებ და სხვა რა აქვს მნიშვნელობა რა. და თუ არ დაგიბრუნდება, მე რეკწყინს. ხო, და აი ეგ მომენტი გაქვს, რომ ეხლა მე ამას რამდენი რამე გავუკეთეთ რაღაცა და ეხლა ეს რაღაცა მაინც მაქედან აკეთებ. მაგრამ როცა აი მიიღებ, რომ არ ხარ კარგი ადამიანი, აი მაგალითად ჩემთან ფსიქოლოგმა იმუშავა ძალიან რა, იმიტომ რომ სულ ის მინდოდა რომ კარგად მოვიქცე, კარგი მეგობარი ვიყო, თანამშრომელი ამ შემდეგ და აი პირდაპირ მეუბნებოდა რომ აი რა შეგჭირდება, არ იყო. და რომ მივხვდი რომ შემიძლია არ ვიყო კარგი ადამიანი, შემიძლია არ ვიყო კეთილი. უფრო ბუნებრივი გახდა ბჭყალებში ჩემი სიკეთე რა, ვიდრე ის რომ ძალდატანებით წეღარო ვთქვი რომ ეკლესიიდან წამოვედი და ამ სიკეთეს დავეყრდედი თქო ეგ იყო აბსოლუტურად ხელოვნური იმ მომენტში გადარჩენაზე ორიენტირებული ისე იმიტომ რომ რაღაცის რწმენა ხო უნდა მქონოდეთ რაღაცა და მე ხა კეთილი ადამიანი ვიქნები ეგრე ვუთხარი ჩემ თავს და როცა ჩამოვიშორო და შეიძლება ბოროტიც ვიყო შეიძლება ბოღმიანიც ვიყო შეიძლება შემშურდე შეიძლება არ გამიხარდეს შენი კარგი ეს ცოტა ვაბუქებ ხა რაღაცაებს მაგრამ შეიძლება რა ემოცია მოგივიდეს რაღაცა რომ ხო რაღაცა დიდად არა დადებითი და შეიძლება ნეგატიური. მაგას თუ აი ამას უკეთებ, რომ ეხლა მე კეთილი ვარ და ეს შეიძლება ეგ არის პრობლემა რეალურად, იმიტომ რომ ეს აუცილებლად მოვა რაღაც მონსტრული ფორმით ისევ სხვა შემთხვევაში. ამიტომ ხო ამის უნდა გაიაროს ამა და მივიღოთ ეგ რა, რომ ჩვენ ხო რაღაც ყველა შევშურებია და მიეცინება შენ თავს რომ არ იყოს სულ არ ეცადო იმიტომ რომ როცა ხარ მცდელობაში ჩემი გამოცდილებით ვამბობ ხა ამას არავის მოძღვრებაში არ არის რასაც ვამბობ არ მოძღვრობ მოკლედ როცა ვცდილობდი რომ ყოფილიყავი კარგი მე მივხვდი რომ ბევრად ცუდი ვიყავი ვიდრე როცა არ ვცდილობდი და რავი რაც ვარ ეგ ვარ რა შეიძლება კარგი ვიყო შეიძლება ცუდი ვიყო და ну რას ვიზამთ თუ რაღაცა არის და უფრო გაგმიღება იმისი მიმღებლობა რომ თავს კი არ იმართლებ უკვე მე რაღაცაში და კი არ გინდა დაიჯერო რომ შენ არ შეცდი და ამაზე არ ხარ ჩაციკლილი რომ გაამართლო რაღაც თუ მიხვდები რომ ისე არ გააკეთე შენ თავთან ამართლებ და სხვასაც უმტკიცებ რომ ეს ამიტო და ახსნებში ხარ და რაღაცა და როცა მიიღებ რომ კი შეიძლება არასწორად გამომივიდა და თუ ეს არ იყო შენი ნებით ბჭყალებში და იყო რაღაცა ინსტინქტური ქცევა თუ რაღაცა თუ აღიარებ ამას და შეამჩნევ უფრო მეტი შანსია რომ მეორედ მესამედ მეოთხედ აღარ გააკეთო და გამოიხვიდე მაგ რაღაცა წრიდან რა და რეალურად ჩემი დაკვირვებით ჩემი პრაქტიკით ანუ რაც გამომიცდია ის რომ გვინდოდეს რო კეთილები ვიყავთ ეგრე არ მუშაობს ანუ მაგ დროს არ ხარ პრობლემაა კარგი ადამიანი აი გინდა რომ კარგი ადამიანი იყო და არის რომ
რაღაცები ნიშნავს სიკეთეს რა. აი ეს თუნდაც იმიტომ რომ დემონსტრაციული იყოს რაღაცები და რეალურ სიკეთებს მაზავ რა. შეიძლება რაღაც არ იყოს ეგეთი მნიშვნელოვანი სიკეთე რომ გააკეთო და რაღაც და უფრო მაგარი სიკეთე მინდა მე რომ გავაკეთო უფრო ჩანდა რაღაც და მარტო ისეც აკეთე. ოღონდ არაცნობიერად მიდის ეგ პროცესი და ვერ ხვდები რაღაცნაირად რა. ხო და ის ნუ სიკეთე, სიყვარული, ემპათია, თავისუფლება, ჩემთვის ერთ-ერთი მდგომარეობა, ხო, მადლიერებას, ერთი შენი მდგომარეობა, მიმღებლობა შენი თავის. რაშიც ხარ და რითი საიდან ცხოვრობ მე და ყველაფერი მანდ ხდება. ეგ არის ფონი, სადაც ყველაფერი ხდება. რაღაცა მაგ მდგომარეობამდე რომ მივხვიდე რა, ის კითხვა ხო რა, შენ თავს ეუბნები რომ და რა იყო თქვა ესეთი და რა მოხდებოდა რაღაც მაგრამ აი ეს რაღაც ჯავშნები ხო არის სულ რა, რომ თქვა რაღაცა მინდა რომ იყო კეთილი, ვარ ვითომ ესე ვითომ რაღაცა ამას იმშვები. მაგრამ მე შემთხვევით ვეთქვი რა, ეხა კი არ გამიხარდა, მაგრამ ესე გამოვავლე რომ ვითომ ძალიან გამიხარდა რაღაც. მე ამის გასამართლებელი ყოველთვის არის რა, რომ რატომ უნდა გაგიხარდეს, იმიტომ რომ მაგალითად რაღაცნაირად აი შენ თავს ეუბნები, იმიტომ რომ ბუმერანგი ეს პრინციპი სიტყვაზე არსებობს, რომ თუ ეხა მე ეს არ გამიხარდება ვიღაცას თქვა კარგი და შემშურდება. მე რაღაცა ბუმერანგი დამიბრუნდება რა, რაღაცა ცხოვრება რაღაცა ისე იზამს, რომ რაღაც სულ და მაგებს ამ ეგ ჯავშნები ხო არსებობს რეალურად რა, აი რაღაც და ეგ როგორ უნდა მოიხსნა, იმიტომ რომ ყოველთვის არის რაღაც რითაც გაამართლებ მაგ შენ ფეიქ რაღაც. ხო და მაგის ფუნდამენტი ის არის, რომ შენ გჭირდება, რომ ნახე აი ფუნდამენტი აქვს მაგას რა, რომ შენ გჭირდება იყო კარგი, ან იყო კეთილი, ან რაღაც და თავი პრობლემა ეგენი კი არ არის, ეგენი არის რაღაცის გამოვლენებები. იმ საჭიროების, რაშიც ხარ, რომ გადარჩე, უხეშად რო ვთქვა რა, გადარჩე და სოციუმმა მიგიღოს ისეთი კეთილი ემპათი, რაღაცაზე მოსული ისე ეს რა 1000 რაღაც და ყველა მე მთელი შენი ფიქრული კონსტრუქციები არის მაგ საჭიროებაზე დაშენებული რა, ანუ თქვათ რაღაცა ეხა მე რო ამას ვიზავ, მე ვიღაცა ამას მიზავს რა, უხეშად რო ვთქვა. და შენ თუ აი ამ შენ საჭიროებას, ანუ სადღაც შენი თავის მიუღებლობა გაქვს, გონია რომ არ ხარ საკმარისად კარგი, იმისთვის რომ გადარჩე რა, უბრალოდ ყოფნით რა და რაღაცები გჭირდება. მაგებს აცნობიერებდე რა. მაგრამ მაინც ვერ წვიდე და ქცევას. ხო, მაგრამ ნახე ის ფუნდამენტში უნდა ჩახვიდე და გაუშვა სხეულიდან რა, ანუ მიმღებლობა არის პირდაპირ სხეულის აქტი, სხეულებრივი აქტი რა, დანებება ფიზიკური წინააღმდეგობის, რაც შენ კუნთებში ინახება, ეს ტრამვებით თუ რწმენებით განპირობებული, რაც წარსულ გამოცდილებაში. ხო, მაგას თუ იმ ფუნდამენტურს თუ გაუშვებ, ეგუია უკვე, ნახე, გაშვება ავტომატურად ნიშნავს მიმღებლობას, რაღაც სინონიმები არის. ხო, მაგრამ აი როგორ უნდა გავუშვა? ეგრე ხო არ არის, რომ აი ხო, რა, თეორიულად გაშვებას არ ვამბობ რა, აი თქვათ აი წეღან ხო რაღაც შეგრძნება ბავშვობის რო იყო რა, წეღან რო ლაპარაკობდით, რაღაც თემატიკაზე ლაპარაკობდით და წამოვიდა ხო ეს შეგრძნება რა. მაგას მე ან გვაქვს შანსი ის რომ რაღაც ალკოჰოლი დავლიოთ და არ ვიგრძნო, ან რაღაც მუსიკას აუწიო და მოусმინო, ან ტექნიკები არის, რომ პირდაპირ ამაში მოხვიდე რა, ყურადღებით თუნდაც მედიტაციური ან სხვადასხვა ტექნიკები რა, ეხლა ტექნიკებზე ბევრს არ ვილაპარაკებ, მაგრამ არსებობს ტექნიკები, რითიც ყურადღება მოგვაქვს მანდ. და მაგასთან ვართ. უბრალოდ მაგასთან ვართ. რეაქციულ, აი შედეგს ვამბობ, ეხლა აი არარეაქციულობაში ვარ მაგასთან. არარეაქციულობა უკვე თავისთავად გაშვება რა, აი წარმოიდგინე რომ აი ტრავმა რა არის რა, რაღაც აი ჭიქა მიჭირავს, აი ეს ვთქვათ. ეხლა ამაში ძალისხმევ ვასწრებ, ძალას ვიყენებ, მაგრამ დავდე ეს ჭიქა და ხელი დამრჩა ესე, ხო, რაღაც აი დაჭერილი. აი ეს არის ტრავმა, წარმოიდგინე რა, ვთქვათ, ბავშვობაში რომ ძაღლმა დაგიღება, კი დაიძაბე საფრთხეა რეალურად, მაგრამ მე რომ დამშვიდდეს შენი სხეული, აი ეს გაჭედილობა არის ტრავმა რა და თუ ამას აი ეს მოდუნებას გაუკეთებთ, რილეს გაუკეთებთ, ეგ არის გაშვება და მიმღებლური მდგომარეობა რა. აი სიტყვაზე, ეხლა რაღაცა აი მაგ იმიდან დიალოგიდან რაღაც ამ იმაზე ფიქრში ეს კითხვა გამიშდა. აი ყოფილა რაღაცა ის მომენტი, რომ რაღაც სუდი რა ტრავმა რო გაქვს რა. და აი მეც მქონდა ეგეთი რაღაც ნუ ხარ შედარება, რომ ჩემი ძაღლი რო მოვიდა დაახლოებით 3 თვე არც მიტირია, მაგრამ ხო, და ჩაკეტილი. 3 თვის მერე იყო, აი მეც რო ეგის მქონდა, რომ აი ამოხერხა ამიტომ. ან იმდენი ვიტირე მართლა ისე კარგიც აი თავიდან ბოლომდე რაღაცა ეს შევიგრძნი, რომ ეს ძაღლი ნუ აღარ ყავს მორჩა რა, ეს 14 წელი დასრულდა რაც მაგას საერთოდ გავატარე. და თითქოს ხო ეს მომიტანა რომ მართლა აი თითქოს რაღაც ძალიან დიდი მომეხსნა თუ რაღაც რა.
მაგრამ დღემდე ხა ამდა 4 წელი არის გასული. დღემდე მაქვს რომ მივხვდეთ რომ რაღაცა რელიზივით იყო მართლა რა, რომ ეს სიმსუბუქე ვიგრძელი. ეგრე არ მიტირია რომ არასდროს რა, რომ განვიცდია და. იგივე განტურთვის მაგრამ ეხაც დღესაც რა, განტურთო გაისეთქვა. დღესაც მაქვს ხოლმე რომ აი რაღაცნაირად განსაკუთრებით არის პიებესის დროს, მაგრამ დროს აი ცოტა ოდნავ სულად გძნობ თავს ემოციურად ვარ. სულ მახსენდება, აი არ არსებობს რო გამოხდეს, სულ მახსენდება, სულ მაინც ვტირი ამ Oh, I like it. მაგას ვამბობ. ანა ყურადღების რო რახან ვიცი რომ ეს ჩემი ტრამვა არის, მიუხედავად იმისა რომ აი გამოვიტირე და მივიღე ეგ რეალობა რომ რაღაცნაირად ეს დაგრინო აღარ მყავს. გონია რომ აი არ შეიძლება სუდაც რომ შეიძლება სხვა რაღაცაზე ვიყოთ, მაგრამ რატომღაც ყოველთვის მაინც აი ჩაგიზა მივდივარ და ამ საკითხზე ვტირით. ოღონ შეიძლება ჩაკიც არ იყოს ძალიან კაი მაგალითი არის იმის რომ ექსპრესია ემოციის გაშვებას არ ნიშნავს. ექსპრესია არის ექსპრესია და მაინც რჩება ოღონ გაჩნია. არა ყოველთვის. ბოლომდე მაინც არ შვება. შეიძლება რაღაცა განმუხტვა გააკეთოს, დისჩარჯი გააკეთოს, მაგრამ რაღაც რჩება მაინც. ოღონ რილიზი შეიძლება იყოს. და რილიზ მოყვეს ექსპრესიაც. რილიზი რეალურად რა არის? აი წერან აი ეს რომ მიჭირავს, დავდე და ეს დარჩა, ხელი შეესტა და ეს გაშა. აი ტანში გაქ რაღაც ემოცია. ეგ გამოხატე იგრძენი. ტირილით გამოხატო იგივე რაც გაბრაზდა ყვირილით გამოხატო. პროსტო გადაახარჯა იმ დროს მოდუნდები, იმიტომ რომ დახარჯე და მაინც იქნება ეგ ბრაზი შენ შარს დარძავ. არა არ ტირი რილიზზე. წინააღმდეგობა გრძნობ. ან ზიხარ და გრძნობ. წინააღმდეგობა ნებდები ყველაფერს რაც შენ ტანში ხდება და მე ეს რაც უნდა გააკეთოს ამ ენერგიამ თუ რაღაცამ იმას აკეთებს. რაც არ გაატარე, აი ამით წინააღმდეგობით ჯავშნით რა. მისცა უფლება რომ შენში გაიაროს, შეიძლება სულელურ აჯღერს, მაგრამ ეგრე არის. ანუ გაიაროს სუსტად. Yes. თუნდაც ტკივილი ან თუნდაც შეგეშინდეს ან თუ რაც არის რა. მაგას ვამბობდი რომ მთელი ჩემი ცხოვრება რაღაცნაირად თითქოს არის ეგ რომ ტკივილის თვის ადგილის გადიდება. ანუ გაფართოება რომ შეგეძლოს ტკივილი, ანუ შეგეძლოს ატანა. მან ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის კიდე რა, რომ მარტო ტკივილი და რაღაც არა, ანუ ასევე რესურსი უნდა შევქმნათ იმისთვის, რომ სიამოვნება განვიცადოთ ასევე და მაგას ხო და ეგ ტკივილების სიამოვნებაში რას გულისხმობს? ნებისმიერ შენ რაღაც შენ პირობითად ადამიანს რა, ჩვენ რაღაც ლიმიტები გვაქვს რა დონის სიამოვნების განცდა შეგვიძლია და ნეტარების და კმაყოფილების. როგორც ტკივილის და ესე შემდეგ რა და რაღაც იმაზე ჭარბი თუ არის, იკეტება შენი სხეული და რაღაც რეზისტენს ქმნის არ გაგრძნობინებს მაგას რა, იმიტომ რომ არ გაკეპასიტი თუ აბსოლუტურად მივხვდი, რასაც გულისხმობთ და როგორც პირიქით ტრავმა ტკივილი. ეგ არის ჩემს ყველაფერში, ანუ ფულშიც რამდენად გაფართოებული ხარ და მზად ხარ რომ დიდარი იყო ბედნიერებაში, წარმატებაში და ფიზიკური სიამოვნება, თუნდაც სექსუალური სიამოვნება მანდაც რა და ბევრ რამეშია გამოვლენილი მე როგორც ისე ეს. ამიტომ სულ არის რომ ჩვენ რესურსები უნდა შევქმნათ რა იოგას მაგას გვასწავლის იოგა არის რა რომ რესურსი შექმნა შენ სხეულში. პრანა მიმოძრაოს რა და ეგ ნუ ეს ამენაზე და ხო ჩვეულებრივ ენაზე ეგ არის რომ ენერგია მიმოძრაოს რა შენ მას აი ეს ხომ ენერგია და არ კონდეს მაგას აი ეს ჩაბოჭელობები რა. შებოჭელობები. ეგ მაგ ენერგიას თუ გავატარებთ, მაგრამ ეგ ენერგია დადის რა, გარეთაც კონექტი აქვს და ეს ერთიანობასთან დენადი ესეთი ხარ რა, რწყმადი. შერწყმადი, ხო რა, ანუ აი აწყოს ყოფნას შეიძლება მაგას ხევადი მომწონს, ხევადი ბლანდი. ხო. აი როგორ მოხვედი იმამდე, რომ თქვათ აი ეს განპირობებული სიკეთეები, რაღაცები, მიმღებლობები, სიკეთეები, ემპათობა, ეს რაც ბოლოს რაც ვლაპარაკობდით და მე როგორ გახდა ეგ შენთვის აი ნამდვილად გამოცდილებაში რა გამოიყენე მაგისთვის. აი ხომ მომივიდა პასუხი, რაზეც არ მიფიქრე რომ ეს იყო პასუხი აქამდე. თუმცა ადამიანებისთვის მაინც აი სილაღით და ბედნიერებით და ფარფატით არ მოდის ხოლმე ცვლილება რა.
ჩემ შემთხვევაშიც იყო ძალიან დიდი დანაკლისი და რაღაცა დარტყმა, რამაც ესე თვალები გამახელინა. ეს იყო რაღაც მეგობრული თემის ნაწილი, ანუ მეგობრულ რაღაცას ეხებოდა და აი მანდ დამეწყო ეგ, რომ აი მე ამდენი გავაკეთე, ესეთი კარგი ვიყავი, ის ვიყავი რაღაცა და ეს მაინც რატომ მოხდა? ანუ ესეთი რაღაცა რატომ მოხდა რა? და მანდ მივხვდი, მანდ შემოვიდა უკვე თვით კრიტიკაც, რაც მანამდე მეგონა რომ მქონდა. მაგრამ რაღაცა ობიექტურად უფრო სხვანაირად შევხედე რაღაცებს, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება რაღაცეები სხვებისგან არ იყოს სწორად გაკეთებული, ამის მიუხედავად, მე მადლობელი ვარ ჩემი თავის, რომ ყოველთვის მინდა დავინახო ჩემი ნაწილი. ანუ მე რა დავაკელი, ან მე რაში ვიყავი არასწორი. შენ ხარე ურთიერთობაში ხო? მაგას ამბობ. ანუ ჩემი ის კი არა რომ სხვას გადავაბრალო სრულად, რომ შენ პასუხისმგებლობა, ხო, სწორი სიტყვა და აი მანდ მივხვდი, რომ ეს რაღაცა სიკეთეები, გადაყოლა ადამიანის და რაღაცეები, ხო, არაფერში არ იყო საჭირო. და ეს საერთოდაც არ ნიშნავდა, რომ კარგს ვაკეთებდი რა. არ უნდა გამეკეთებია თუ ეს არ იყო უანგარო და მივხვდი რომ უანგარი არ იყო იმ მომენტში როცა უკვე ესე შემოტრიალდა რომ მე შენთვის ამდენი რამე გავაკეთე ამას ფიქრობდი და მე როცა დამჭერდა შე რატო არ იყავი ჩემს გვერდით ანუ მანდ ძალიან მკაფიოდ დავინახე რომ ეს ჩემი ყველაფერი იყო ანგარები რო შენ გამოვაკეთებდი და არა ანგარებას მიბმული იყო ესე იგი ხო იქედან თუ იგივე მინდოდა იგივეს ვთხოვდი და ნუ მანდ მე აი მაგის დამუშავება ძალიან რთული იყო ჩემთვის მაშინ ფსიქოლოგთანაც დავდიოდი უკვე იოგაზეც ვიყავი და მე უკვე მოვედი რაღაც მაგ პროცესში ვიყავი როცა უკვე იოგაზე მოვედი და ის ნელ-ნელა ეს სივრცე გამოჩნდა რა რაღაცნაირად გაფართოვდა და მივიღე ის ფაქტიც რომ არ ვიყო სულ კარგი რაღაც მომენტში ძალიან რადიკალურად შევიცვალე მე რა მანამდე თუ ვიყავი რაღაცა აი ჩემი სახლი იყო სულ ბევრი ადამიანებით სავსე მათ შორში უამრავი საჭმელი და ჩემთან რაღაც როგორც მშობელთან ისედაც კი მოდიოდნენ ხოლმე მეგობრები რომ რაღაცა აი თბილი ადგილი და მოგისმენენ დაგაპურებენ დაგაწვენენ მოგელიან ხო და უცებ აღარ ვარ რა ეგ ანუ აღარ ვაკეთებ მაგას იმიტომ რომ მივხვდი რომ ეგ იყო ჩემი შიშის გამოძახილი და რეალურად ეგ არ ვარ. და შესაბამისად მაგას გაუშვებ და უშვებ იმ ურთიერთობებსაც, რაც მაგას მოყვებოდა. ხო, გაუშვი ურთიერთობა და ჩემი აზრით გავხდი უფრო მე, რაც ვარ და მაშინ დავიწყეს საერთოდ შემჩნევა და გაგება ვინ ვარ, იმიტომ რომ იმდენად ორიენტირებული ვიყავი სხვების სურვილებზე, შიშისგან მართული კიდე გამეორდები, რომ თუ ამას საჭმელს არ დავახვედრებ მეგობარს ის რაღაცა არ ვიქნები მისაღები და მაშინ რა საჭირო ვარ. სხვისთვის და ეს უნდა ვაკეთო აუცილებლად ეს იმდენად ქონდა გადაფარებული ჩემ პიროვნებას რომ მე არც კი ვიცოდი რეალური ჩემი სურვილი ჩემი ხასიათი რა იყო იმიტომ რომ ვერ გებოდი ყოველთვის გარემოს საჭიროებას და აღიარებას რა და აი მაგ პერიოდში დავიწყე მე უკვე აღმოჩენა როგორ ვარ და რაღაცა ძალიან მტკივნეული იყო ნამდვილად ძალიან რთულად შეიძლება ვთქვა რომ გავიარე ეგ ამბავი თუმცა უფრო და უფრო გრძნობდი ჩემს თავში რესურსს რომ ეს მე შემიძლია და ნელ-ნელა ეს გაფართოება მოდიოდა რა რომ აი რაღაცა ეს ტკივილი განვიცადე, ანუ უკვე გაქცევის მომენტი იმდენად აღარ მქონდა, მანდ უკვე ხა იოგაც იყო შემოსული და ამანაც დიდი როლი ითამაშა და ნუ ეგრე მოხდა ეტაპობრივად, თუმცა ეს არ იყო რაღაცა ერთი დღე, ორი დღე, ან ერთი თვე და არც ერთი წელი, საკმაოდ გრძელი და ნელი პროცესი იყო, თუმცა ჩემთვის მქონდა სიმშვიდე იმას, რომ გრძნობდი პროგრესს და როგორი ნელიც უნდა ყოფილიყო, დღესაც მანდ ვარ პრინციპში, რომ მე ვარ კმაყოფილი იმითი, რომ რეგრესში არ მივდივარ, თუმცა შეიძლება ამდენ თუმცას ვამბობ. მაგრამ შეიძლება რომ რაღაც მომენტში ეგეც იყოს რა, რეგრესიც იყოს და რაღაცა ჩაწვეს საერთოდ. არაფერი არ გჭირდეს რა, ანუ არა უშავს. ცხოვრება რა, ეგეთია ცხოვრება რეალურად ყველაფერი. ეგ ზვერია ეს. ყველაფერი როგორც უნდა. როგორც უნდა იყოს. ზუსტად ხო. ხო. იოგა. იოგაზე თუ ეს შევხედავთ. ეხლა რა საპრაქტიკებ, ეგ მოვიყევი რა. იოგაზე ვარ, ან იოგა ჩემთვის აღმოჩნდა ძალიან
მნიშვნელოვანი და ამ მომენტში მგონია შეუცვლელი პრაქტიკა. просто მოსათელად რო შემოიარა ეგ ისტორიას მოყევი. კი, ხო საიდან მოვედი, მოდი მაგას ვიტყვი. მოკლედ მე წლები ვარჯიშობდი უკვე წარსულში თქვი დარბაზში. ოღონდ ძალიან ჩაჭერა ვარჯიშებს რა, high intensive იყო ჩემი სიყვარული და რაღაცა ძალიან გულის აჩქარება და ძალიან ეგ და კიროვი კარგად რაც გიყუჩებდათ კიროვს. ხო, გაქცევა იყო აბსოლუტურად პირდაპირ გაგებითაც, როცა ცუდად ვიყავი ხოლმე და ზოგჯერ ტირილით წავსულ ვარ სარბენად და უკან მოვსულ ვარ, რა ვიცი, ძალიან ბედნიერი რა. ეგ ჩანაცვლება ძალიან ის არის ხოლმე რა, რაღაცების ჩანაცვლება ვარჯიშით. მე დამოკიდებული ვიყავი, ოღონდ ამას მე რა მივხვდი, იმიტომ რომ თითქოს ეს ისეთი პოზიტიური რაღაცა ვარჯიში რა მაგარი არის, დარბაზში დადიხარ ყოველ დღე, კარგად იკვებები რაღაცა და თან ეგოში ხარ რა, ოღონდ მე მაშინ რომ გეკითხა ჩემთვის, მე იმის გამო არ ვარჯიშობდი, რომ რეალურად ეგრეც იყო რა, რომ სხეული მქონოდა კარგ ფორმაში. ანუ ჩემთვის ეს ვარჯიში უკვე იმხელა რაღაცა იყო, იმხელა თავს შესაფარი იყო, რომ სხეული საერთოდ არ მაინტერესებდა. ეხა იქ დაკუნთული ვიქნებოდი თუ გამომშრალი თუ არა, ეგ მოყვებოდა უკვე ბონუსად ამას, იმ დონეზე შევყევი ამას. ნაღდებული იყო. ხო, ეგ ისედაც მოდიოდა. აი, ის იყო რა, ის feeling-ი და ეგ feeling-ი იყო რა, იმიტომ რომ ხელოვნურად გამოწურვა, როგორც არის რაღაცა დრაგზე რომ მიიღებ და ხელოვნურად უწევ ბრახ და რაღაცა. აი ამ ენერგიის კარგად ყოფნის თუ რაღაც დოფამინის თუ არ ვიცი რა წარმოიქმნება მაგას, მაგისი გამოწურვა შენი სხეული და რომ ჩაწოლა, რომ აი გამოდი ახლა. მე უფრო აი რაც ნარკოტიკებშიც და სასმელშიც მაგას ვეძებთ რა. ანუ მე უფრო ვეძახე რომ არა წინააღმდეგობრივ ტანს რა, ფიზიკურ სხეულს და რაღაცა ეს კაჩავი და რაღაცეები, იოგაც რაღაც პონჩი მაგას შვებოდა რა დანვარჯიში რომ აი ეს კარგად რო წელავ და გახსნეს სხეულს, აი ეს შებუჭილობები, კუნთოვანი სტრესები თუ ტრამვები რაში ინახება წინააღმდეგობა. ადუნებს რა და ეგ მდგომარეობა ძალიან მოგწონს და მაგას ვეჯეჭვებით რა. ნარკოტიკებშიც, სასმელშიც, ვარჯიშიც, სექსშიც, იმაშიც. მაგრამ ეგ არ არის საკმარისი. მარტო ეგ არის საწყისი ეტაპი. ეგ არის გაქცევა რა, იმიტომ რომ თუ საბოლოოდ მან ხარ მე გაჭედილი კი გაქცევა. ხო და ეს იმიტომ მოვყევი რომ იოგასთან არის მაშინ მე ერთი წელი თითქმის ვერ ვარჯიშობდი სამსახურიდან გამომდინარე რაღაცა ისეთი სამსახური მქონდა იქაც გადავეშვი რაღაცნაირად და უკვე დადგა დრო რომ დაბრუნდა დარბაზში, იმიტომ რომ ვარჯიში დარბაზში ყოფნა იყო ჩემი იდენტობის ნაწილი მაშინ. ვერ წარმომედგინა მე რეალობა, სადაც მე არ ვარჯიშობ ფიზიკურად. და არ ვიცი რატო, ესე ვიფიქრე რომ მოდი ჯერ სანამ დარბაზში დაბრუნდები, ამდენი ხნის უვარჯიშებელი სხეული ცოტა ნაზად შევაღვიძა და ეს ჩემთვის იყო იოგა იყო ტანვარჯიში, ანუ არც კი გამეგორო რამე სხვა. ფიტბასი მქონდა და დავსერჩე ჩემს სახლთან ყველაზე ახლოს იოგის კლასი. მოვედი, ანუ არც კი ვიცოდი, არ დამისერჩავს წინასწარ არაფერი, მარტო ფიტბასში ვნახე, მოვედი. არ ვიცოდი მასწავლებელი ვინ იყო, ჯერ ბიჭი რო დამხვდა, ძალიან გამიკვირდა. მეთქი ეს ვინ არის, ანუ რაღაც გოგოს ველოდები, ძალიან რაღაცა ნაზი, ფარფატა გოგო უნდა იყოს მასწავლებელი. და დავხვდა ირაკლი. და დაგვხდა ნაზი, ფარფატა ბიჭი. ეგრეთ შეიძლება თქვა. აი ხა კაი. გაიგუტე. ხოდა ნუ კაი ამ ერთმა საათმა გაიარა და ვარ კუნძი, იმიტომ რომ მე ვარჯიშობ მარტო და აი ჩაკეტილი მაქვს სხეული რა დონეზე, ანუ მენტალურადაც ჩაკეტილი ვარ და ფიზიკურადაც როგორი ჩაკეტილი და აი რაღაცა მორი ვარ რა. მაშინ თა ველოსიპედით დავდიოდი, ძალიან ბევრი 5 წელი, ეხა 1 წელი აღარ დავდივარ მარტო და სულ ველოსიპედით გადავადგილდებოდი და მოკლედ ძალიან ჩაკეტილი მაქვს სხეული. ეს ერთ საათი ვივარჯიშე და შავასანა რა არის არ გამეგონო, არც კი ვიცოდი თუ არსებობდა. დასრულდა ვარჯიში, ნუ კაი ჯანდაბას, მაგრამ ეხა უნდა დაწვეთო ეს იძახის და ანუ მე მაგ ისეთი შფოთვა რომ რა დავწვე ერთი წამი არ შემიძლია რომ გავჩერდე. და ეხა ეს მეუბნება, ანუ ამბობს კლასში, ოღონდ ამას ისე ამბობს, რომ ესენი ანუ ამას აკეთებენ. ხო, ანუ რავი, ეხა სხვები ხო იყვნენ, აქ ვინც დადიოდნენ და ეხა უნდა დავწვეთ და თუ გინდათ გადაიფარეთ პლედით რაღაცა და ანუ მე მინდა რომ წავიდე. იმიტომ რომ ზუსტად ვიცი 10 წუთი კი არა, რავი 2 წუთი ვერ გავჩერდები აქ და
ან მაძმძლია რაღაცა ამ ეთიკამ, რომ აი შემრცხვა ძალიან მომერიდა რა, იმიტომ რომ როგორც ხედავ, არავინ არ აპირებდა წასვლას, ყველა წვებოდა. ის ეთიკა, რომელიც ფსიქოლოგს ვერანებებდი თავს, ამის გავს. ხოდა ნუ მოკლედ მივხვდი, кайქეთი მეთქე ხა რაც არის. ანუ 10 წუთი დაწოლაზე ხალხო, მაგ ეს ფიქრი თავში, ჯერ ისედაც overthinking-ში ხო ვარ, მაშინ და წამში 500 აზრი მომდის და ვეხა აქ 10 წუთი უნდა დავწე, კაი რაღაცნაირად გავძლებ რა. დავწექი მოკლედ. და ნუ რასიზა ვერ ვინძრევი, ანუ არაფერი არ შემიძლია და მაგ პერიოდში ვიყავი ძალიან გაქცევაში ჩემი თავისგან რა, ჩემი ცხოვრების გაქცევაში იმდანაზე რომ აი თუნდაც სამსახური ძალიან გვიანამდე ვმუშაობდი, სულ დაკავებული რაღაცით, იმიტომ რომ არ მეფიქრა. და აქ ახლა 10 წუთი რომ დამოწვინეს თუ რა მეტი მე მგონი, დამტოვეს, ანუ იძულებით დამტოვეს ჩემ თავთან, სხვა გზა აღარ იყო და პირველივე ის იყო აქ მოსვლა. გავდივარ, ხვდები რომ იმ დონეზე მეტირება, რომ ეხლა შეიძლება ღრიალი დავიწყო. არ ვიცი როგორ შევიკავე თავი. ერთი ის ვქენი რომ დასრულდა ეს რაღაცა წოლა, პირდაპირ გავარდი გარეთ და ნუ ველოსიპედით დავდიოდი მაშინ და ველოსიპედზე ვზივარ და მოვთქვამ რასაც ქვია რა, ანუ მანქანებიდან მიყურებენ და ვიღაცა გოგო ველოსიპედზე ზის სამარჯიშო ტანსაცმლით. და მოთქვა. აურა დრამატული კადრია, თან მიდიხარ თავის და მე რო ვიღაცა ადგებიან რა, აუქენი ძმა ამოსა. ხოდა მივედი სახლში, აი სახლამდე სანამ ავედი, კიბეებზე დავჯექი ტირი, ანუ რა დონეზე ვტირი, იცი, აი რავი, რა ვთქვა, აი რაღაცა ტრაგედია მოხდა რა. და იმდენად ის მქონდა მაგ დროს კიდე გაქცევა, რომ აი მივიძახ, რომ არ ვიცი რატო ვტირი. ანუ რატომ მეტირება ეხლა? აი ყველაფერი კარგად მაგ, კარგი ცხოვრება მაგ, რაღაცა ეს სამსახური მაგ, რაღაცა ჩემი ოჯახი კარგად არიან რაღაცა შაბლონურად რა. და უახარ აგატირებს, კეთი რა არის ატირა რაღაცა და ნუ მერე მოიხსნა ეს ისე გავაგზავნე იოგაზე სიარული. და მივხვდი რომ არანაირი პრე-ვორკაუტ ის არ არის ეს რა, ანუ აქ უნდა დავრჩევს არაფერში აღარ გავაცვლი უკასია იოგას, მაგრამ ეს მოვიდა რაღაცნაირად ეტაპობრივად მოვიდა ეგ თავიდან იყო მე უფრო ინტერესი ალბათ, იმიტომ რომ ეს ემოციები რაც წამომივიდა, მაშინ ვერ აღვხსენი რატომ მოხდა და უფრო ინტერესი იყო, რომ აბა კიდე ვივალ, ვცდი რა მოხდება, რაღაცა აი მაგან შემithრია, ასე რომ ვთქვა და მერე უკვე სხვათაშორის ირაკლის დამსახურება არის ის, რომ არ შევჯექი. ან ძალიან მიდრეკილი ვიყავი მაგისკენ და ეს სულ გვიჩიჩინებდა ჩვენ მოსწავლეებს. რაღაცა кайფი არ არის, იოგა кайფი არ არის. არ უნდა შეჭდი აქ და მაგრამ ძალიან კარგი შესაძლებელია ცოტა ხანი. პირველ sound healing-ზე ძალიან ვიკაიფე, აი სადღაც გავედი და მეორეზე დაგდებული ვიყავი იატაკზე. თუ მეთქი ეს რა არის აქ აღარ მოხდა. უბრალოდ იატაკზე ვიცექი. რაღაც არ გაგიცნო. და მე ეგარი რომ აი მეორე თროალ კაიფობე. გაფუჭდა. დებილობა. ან შეიძლება დავიხილე გქონდეს ხო, ბევრი ეტაპია რა და ის ხო ეგ ყველაფერი გადავლადია. მაგრამ იქ კაი არის რომ ეგ რაც თქვი რა რომ შავასთან რამდენად მნიშვნელოვანია რომ ერისთვის ვაპრაქტიკებთ ამას რომ ტანი დავარბილოთ რეალად და წეგანაც ვილაპარაკეთ რა რომ ეს წინააღმდეგობები ცოტა ის თავდაცვები ცოტა მორბილდეს და მე გამოიაროს იმას გამოსავლელია რა იმ ენერგიამ. შავასთან არის ზუსტად ეგ ტიპი რა რომ გაშვება ხო, შავასანას გარეშე იოგა, რავი, იგივეა, რავი, წადი ირბინე აზრი არა აქვს რა. ხო, თუ ეს თანამედროვე იოგა რა, რაც არის ტანვარჯიში, ხო, რა, мотиваცია ეგ უნდა იყოს, რომ რაღაც ხეულს ეხა რაღაცნაირად ნერვულ სისტემას აქტიურებთ ისე, რომ ბოლოს ეს მოხდეს და გამოიაროს იმებმა რა, წინააღმდეგობა მოიხსნას რა, რომ ემოციებმა შეგრძნებები წამოვიდეს, რასაც ვეწინააღმდეგებით რა, შეიძლება მან დამოვიდეს ბევრი რამე ბავშვობის. კი, და აი მანდ უკვე მოხდა რა, ანუ თუ მანამდე ფსიქოლოგთან და ფსიქოთერაპიამ ჩემ შემთხვევაში მოიტანა გონებრივად რაღაცნაირად ვერბალურად რაღაცების გააზრება, აი იოგათი და მედიტაციებით, ან შავასანათი და რაღაც sound healing-ები და რაღაცები რაც იყო უკვე ტანის პრაქტიკა რეალური ან
იმასაც დავამატებ ჰოლოტროპული ჩემთვის ძალიან დიდი რაღაცა იყო. აი მაგ ყველაფერმა უკვე მოიტანა განთავისუფლება და სხეულებრივად სივრცის შექმნა. მანამდე თუ გონებრივად შევქმენი სივრცე რომ რაღაცა შეიძლება ეს იყოს, მაგრამ ძალიან რთულია ის, აი ახლა ანანომაც რაღაცა ესე იკითხა რომ შეიძლება გონებრივად იცი, რომ ესე უნდა გააკეთო, მაგრამ ძალიან რთულია, იმიტომ რომ ადამიანები რო დავაკვირდეთ ინსტინქტურად მაგალითად პირველ უჯრაში გიდევს რაღაცა საფულე ყოველთვის და გადადე მეორეში, ხო? სუპირველს აღებ, იმიტომ რომ შენ გონებას ეგ აქვს და რანაირად უნდა გააკეთო ეგ სანამ დრო არ გავა, რომ გადააჩვიო მაგას, ხო? და რაღაცა ეგ გემართება გონებრივად და მენტალის იცი, ანუ რომ მე აღარ დავს პირველში მეორეში და მომენტში შეინტერესებს მაგრამ იქეთ მიდიხარ სულ და ჩემ შემთხვევაში აი იოგამ გააკეთა ეგ და არა მხოლოდ იმ პრაქტიკებმაც რაც ჩამოვთვალე სხეულიდან განთავისუფლება, იმიტომ რომ მე დღეს მჯერა, რომ თუ არსებობს რაღაცა ჩარჩენილი ჩვენში ის ჭრილობაზე, რასაც ვსაუბრობდი და რაღაცეები გონებრივად, უფრო მეტად არსებობს სხეულებრივად და უფრო სხეულში გვაქვს ეგ და ფსიქოლოგი ვერ გეხმარება მაგ ნაწილში, გეხმარება უბრალოდ რომ დაინახო რაღაცა, ყურადღება მიმართო და ესეც ძალიან დიდი რაღაცა არის ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ ხანდახან ვერ ვწხვდებით, ანუ ისედაც სიტყვებით, ანუ აზრითაც ვერ ხვდებით, რომ ეგრეა, მაგრამ იოგა და ნებისმიერი ეგეთი პრაქტიკა უკვე რეალურ შვებას გაძლევს ტანიდან რა. მანამდე მე როცა ვარჯიშობდი, ფიზიკურადაც შევიცვალე, მე მგონია, რომ ჩემი სახის გამომეტყველებაც კი შეიცვალა, იქიდან გამომდინარე, რომ კუნთები მოდუნდა. და თუ ვარჯიშის დროს, როცა დარბაზში დავდიოდი, აი მე მუდმივად მაწუხებ და აი ეს ნაწილი მქონდა დაჭიმული და ძილშიც კი მიგრძნია, რომ აი ახლა ის ვარ დაძაბული ვარ და აი ამ მოდუნებამ, მოშვებამ სხეულის უკვე მოიტანა აი რაღაცნაირად დაბრუნება. აი რა არის დაძაბულობა, ხო? ჩემი აზრით დაძაბულობა არის შიშის დატოვება ტანში. ანუ რაღაც შეკუმშვა ხო ხდება მაგ დროს და მანდ დარჩენა, ანუ შეკუმშული ხარ, შესუნთქული. და აი როცა ეშვები, ხო? აი მოეშვი და მიხვდი, რომ არა მხოლოდ ინფორმაციულად, რომ აღარ მოგსდევს ძაღლი, წაღარობა იტანა. უკვე სხეულითაც მოეშვი, გაუშვი. ნამდვილად აღარ მოგზავს. ზუსტად გრძნობ. შეიძლება მოგზავს, არა უშავს. აი ეს წარსული და წყო და მომავალი რასაც ვეძახით ხოლმე, ტანში გამოცდილებაა რა, ანუ ჩემი წარსული გამოცდილება რაც მოხდა, ეხლა ცხოვრობს აქ და ყოველ ჯერზე იმეორებს აქ თავს, აი აქ. ეს სტრესი თუ ძაღლის დაყეფვის შიში თუ რაც იყო რა წარსულში. აქ თუ არ გაუშვი ხა. სულ იქნება იქ წარსულში. აი ხა გამახსენდა რაღაც, აი სხეულის მოდუნებამ ჩემ შემთხვევაში გამოიწვია ბავშვობის ფიქრების დაბრუნება. იმ აი ერთხელ ერთი მომენტი მახსოვს ზუსტად სახლში ვიწექით, ძალიან მოდუნებული ვიყავი რაღაცნაირად მოშვებული და მინდობილი იმ მდგომარეობას. კაი სიტყვა. და მახსენდება ისეთი დეტალები ჩემი ბავშვობის, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ რეალურია, მაგრამ მანამდე ვინმეს რო ეთქვა, რომ ეს იყო, მე ვიტყოდი, რომ არა. ანუ ეგ არ ხდებოდა რა. ისეთი მაგიტომ ვამბობ ხოლმე ადგილის განთავისუფლებას, მაგიტომ ვამბობ, რომ ადგილი განთავისუფლდა და მოშვებაში, რომ მოვიდეს ეგ ფიქრები და ეს საშიში არ არის, აღარ არის გადასაგდები კუნჭულში. ეგ კუნჭულში გადაგდება ის მომენტში, როცა 5 წლის ვიყავი და რაღაცეები მაშინებდა ძალიან, ხო? იმქედან გამომდინარე ვაკეთებდი 30 წლის ასაკშიც და ეხა მოვდონდი და მივხვდი, რომ ეხა შემიძლია მაგაზე ვიფიქრო ძალიან თავამად და რეალურად დავინახო რაღაცეები. ზუსტად ხო. ეგეც და თან აი ფიზიოლოგიაზე რა, ანუ აი სუნთქვა თავისუფლდება და ვაიმე კი. დიაფრაგმა მოდუნა თელი სისხლის მიმოქცევა იცვლება და დაავადებები. ხო, შეიძლება ფიზიკურად რომ დაავადება ქონდეს, რომ ემოციური სკოლები. აუ, ეხა ძალიან კაი რაღაც დაავადებაზე ახსენე. დასრულდა? და თითქმის დავამთავრე რა. მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეგ. ან მე წლების მანძილზე რაღაც კონკრეტული ჰორმონი, მოიცდა რა ქვია? რისი არის? ესა პროლაქტინი.
რომელიც თავის ტვინში გამოიყოფოთ რაღაცა და იმდენად მაღალ ნიშნულზე მქონდა რომ სტრესის არ არის. კი. იმდენად მაღალ ნიშნულზე მქონდა ექიმთან რომ მივდიოდი ხოლმე, აი ეგრევე განგაში რომ სასწრაფოდ MRI-ით რაღაცა უნდა გადაიღოს, სამჯერ მაქვს გადაღებული რა, რომ ეს რაღაცა ძალიან ეს არის. კურნალობდი მოკლედ წლები, არაფერი შედეგი არ იყო და საბოლოო ჯამში დავიკიდე რა, აი დამეზარა მეთქი, მაინც არა აქვს აზრი და და რას ვიზამ რა, არა და ძალიან მნიშვნელოვანი ჰორმონი იყო ჩემო ფსიქოლოგმა რო გაიგო, ის ფსიქიატრიც არის, ანუ ექიმიც არის და მქონდა ეგ განათლება რო გაიგო, ეს მაღალი მაქვს, მითხრა რომ არაფრით არ შეიძლება რომ მიაგდო, იმიტომ რომ სხვა რაღაცებს გაჩვენს. როგორი რაღაცა არის თურმე, ეგ იცი, მუდმივად ორსულები როგორც არიან ეგრე ხარ, იმიტომ რომ ორსულების დროს არის ძალიან მაღალი და ძალიან ემოციური ხარ, ძალიან სენსიტიური ხარ, რაღაც და ანუ არ შეიძლება ეგრე რომ იცხოვრო რა. ხო, როგორც იცი სხვა ჰორმონებს დაბლაწევს, მე მგონი დოპამინებს და რაღაცებს და შეიძლება დეპრესიულ ფონში გაიჩითო რა უცნაურად. ვერ გეტყვი, არ ვიცი. მე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს თუ ტესტოსტერონს რაღაცას ეგ თუ მაღალი რაღაცები და პროლაქტინი ხო? პროლაქტინი, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცი, მაგრამ ზუსტად რაზე ახდენს გავლენას არ ვიცი. ხო და მოკლედ მივანებე მერეც თავი და აღარ მკურნალობდი და უბრალოდ რამდენიმე თვის წინ, აი რავი, პროსტა დამაინტერესა, როცა 2 წელი უკვე მინებებული მქონდა. დამაინტერესა, რომ აი მოდი ახლა უბრალოდ ავიღებ ამ პროლაქტინის ანალიზს. და ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვი ნორმაში მქონდა, მაგრამ ნორმიდან მქონდა ძალიან ოდნავ აცდენა. როცა მანამდე ნორმიდან 5 ჯერ, ანუ რაღაცა განგაში იყო ხოლმე. და ეს მე პირადად დავაკავშირე ჩემ ემოციური მდგომარეობას, გულშვებას და რეალურად რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის, რომ რაღაც დაავადებები მაგალითად. ალბათ ვიტყოდი, რომ 90%-ზე შეიძლება მეტს, რამე თუ ჭერს ფიზიოლოგიურად, ემოციურიდან გამომდინარე ჭერს კი. ან გუგლეში გული შეტევები და თუნდაც დიაბეტი ან რა შეიძლება გჭირდეს რა, ან კუჭის პრობლემა, მეტაბოლიზმი და ისე თუნდაც ბევრი პრობლემა რა შეიძლება გქონდეს რა, რომ სტრესით. ხო, ჩემ შემთხვევაში მეორე დაავადებას თუ დავაკარგეთ წავიდა უკან, რაც იყო შაკიკი, მე ბავშვობიდან მქონდა ეგ პრობლემა, შიდა ქალის თავის დაბალწნევად რაღაცა და მართლა ტანჯუამდე მივდიოდი ხოლმე, გავთიშულ ტკივილისგან, ინერციული ტკივილები მქონდა. და იოგამ და ამ რაღაცა უფრო დამშვიდებამ, სხეულის მოდუნებამ, ფაქტობრივად ეხა აღარც მახსოვს ბოლოს როდის მქონდა თავის ტკივილი. ხო და აი ხა შაკიკზე ხა ჩემს ირგვლივ ბევრს აწუხებს და მე ხა ვერავის ვერ ვეწყირი რომ ეს გააკეთე, ანის გააკეთე ისედაც ხა ვიღაცებზე რაღაც მუშაობს, ვიღაცებზე არა. უბრალოდ მე ვეუბნები რომ ჩემ შემთხვევაში ეს მოხდა. გაერჩევა ეგრე. და ასევე ჩემი მიდის მეგობარია ერთი სამედიცინო სფეროშია და იმ ბიჭმა საზღვარგარეთ აქვს პრაქტიკა იქ მუშაობს და იმასთან ჩამოვარდა რაღაც საუბარი აქ და იმან მითხრა რომ უკვე მეცნიერულადაც დასტურდება რომ კონკრეტულად იოგა შაკეკს შველის ანუ მინიმუმ ანელებს მაინც პროცესს და ისეთი მზაფრი აღარ არის ისეთი ხშირი აღარ არის. ხო, მე მგონი რაღაცნაირად წავედით ბუნებრივად ბოლოსკენ რა. ნუ მე ეგეთი განცდა მაქვს. როცა ეგეთი განცდა მაქვს, შეიძლება. Ja, ვიკი. რა ხო არ დაგრჩა ისეთი. რაღაც რა ვიკი ისეთი იყო რომ მე მგონი რაღაც დარჩა, ხო. როცა ყველაფერს მივედი. არ ვიცი, მე მგონი არა, იქიდან გამომდინარე რომ მე საკმაოდ სოციალური ადამიანი ვარ, შეიძლება არასდროს არ მაგრამ აიც რა არის დამატება მინდა რაღაცნაირად ისე გამოვიდა ეხლა ჩემი საუბრიდან რომ გადავავლე თვალი რომ აი რაღაცა ყველაფერი კარგად არის მე მივდივარ პროგრესში და კარგად ვარ და რაღაცა რეალურად ეგ არ არის გუშინ წინაც ცუდად ვიყავი ანუ სიტყვაზე გუშინ წინ რაღაცა და ეგ სულმეულად პროცესია რა რაღაც მომენტში ადამიანი ხარ და სხვადასხვანაირად მუშაობს შენთან ყოველდღე და ბევრი რაღაც გარე ფაქტორი მოქმედებს. კი, ან გონია რომ რაღაცა. მზე არის კარგად ხარ, წვიმს ხარ, რაღაცა ხო რა, ყველაფერი. ხო და რაღაც ხო ხო სულ ეგ არ არის რა რომ აი ხა კარგად ვარ და ყველაფერი კარგად არის მე ჩემი თავი იმაშიც გამომიჭერია რომ ბავალდებულებდი რომ უკვე კარგად ხარ და всё ახლა კარგად უნდა იყო და ჩავპრესე მაგის გამო აგერ ახლა ჩემი არ გამოვავლინე რაღაცეები ისევე რაღაცა ის თემა გამახსენდა რომ თითქოს რომ კეთილი გინდა დავალდებულებ თავს რომ იყო და ეს ნებაში ანუ არა ქშურს რაღაცის რაღაც თითქოს ეგრე ვავალდებულებდი რომ
ეხა უკვე აღარ გქონდეს მიიღე ყველაფერი, ანუ მიღებით იცხოვრე. და მივხვდი რომ ანუ ბოლოს მივხვდი რომ ეს დიდი მოთხოვნა ჩემ თავზე რომ ეს უნდა მიიღო, ეს უნდა მიიღო, ეს მიიღო. ეგრე არ არის, ანუ არ ვარ მაგ მდგომარეობაში რა და ვიპრესავ თავს და ვაიძულებ რაღაცას და ისევე ძალადობრივად ვიქცევი, სულაც არ აქვს მნიშვნელობა. ახლა 2 წელი აკეთებ იოგას და პრაქტიკას თუ არა, თუ იგივე რაღაცაში დაბრუნდი და აი მაგისი აღიარებაც რომ დანახვა რომ აი რაღაცა ისევ სადღაც შეტრიალდი. ოკეია რა, არა უშავს და მთავარია რომ დაფიქსირე, როგორც ის რომ პრაქტიკა როგორც არის ცხვირთან დაბრუნება, რომ აზრი გაგექცა და არ განსაჯვო, ეგ უბრალოდ დაბრუნდი უკან. იგივე რაღაცა არის ეს უფრო გლობალურად რო გადავიდანოთ. დიდ მასშტაბზე რომ რაღაცა ისევ ცუდად გახდი, ისევ უარი თქვი შენ თავზე, ისევ რაღაცა, მაგრამ არა უშავს ახლიდან დაბრუნდი და რაც უფრო ხშირად ბრუნდები, უფრო დიდხანს რჩები. ჩემი აზრით. კი ბატონო, ეგრეა, ზუსტად ეგრეა. მეც ეგრე ვარ რაღაცნაირად, სხვანაირად არ ვიცი. შენ? ანუ ის შეიცვალა, რომ ჩემთვის ის შეიცვალა, რომ ოკეია, რომ ცუდად ვიყავ თქვა რა. სულ მაინც პრაქტიკაში ვარ, სულ ფონად არის პრაქტიკა. ხან ცუდად ვარ, ხან კარგად ვარ, ხან ნერვები მეშლება, ხან არ მეშლება. მაგრამ უფრო მეტად წლების მანძილზე უფრო ისე ვარ. უფრო მეტად მშვიდად ვიდრე ვყოფილვარ საბოლოოდ. თან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია არ შევადარო ჩემი მდგომარეობა სხვა, შევადარო ჩემს ძველ თავს და აი ხა 5 წლის წინაც რო ვთქვათ, რაც ძალიან დიდი მონაკვეთი არ არის, მაგ უდიდესი ცვლილება, ანუ ძალიან სხვანაირი ვარ. ოღონდ მე არ ვთვლი რომ რაღაცა სხვა ადამიანი გავხდი ან შევცვალ და შევქმენი სხვა ადამიანი. შექმნილი იყო უფრო ის 5 წლის წინანდელი და ახლა ვარ რეალური, უფრო დაახლოებული ჩემ თავთან და ბუნებრივობაში ვარ. და პლუს მაგას, ანუ ჩემი ხედვა შეტრიალდა რაღაცნაირად, ანუ ადრე ვიყავი, ძალიან ნეგატიურ რაღაცებზე ყურადღების მიმქცევი ადამიანი, ანუ დანაკლისიდან ცხოვრობდი, ის რაც არ იყო, იმას ვხედავდი და დღეს ვატყობ, რომ დანაკლისიდან კი არ ვცხოვრობ, ანუ სისავსიდან, კმაყოფილებიდან ვცხოვრობ და უფრო ვაქცევ ყურადღებას ის რაც არის და რაც არ არის. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერ ვხედავ რაღაცა რაც არ არის, მაგრამ პრობლემა არ არის ეგ და იქნება თუ მინდა რომ რაღაც მოვიდეს, მოვა და ეს ტრაგედია არ არის რა, რაღაცა მაგაში ვარ. გაშვება ამთავარი. რაღაცები თავის მოვა. რაც აღარ ჭიდაობ. ერთ რაღაცას კიდე გამაჩერე და აი ეს მგონია რომ ძალიან ბევრ შეეხმიანება, იმიტომ რომ overthinking-ი მე მგონია რომ ყველას გვაქვს, ყველა ადამიანს გვაქვს და სადღაც პრაქტიკიდან წელიწად ნახევარი იყო გასული, მე მგონი თუ 1 წელი. ესე უბრალოდ მივდივარ პლიაზე, ძალიან ადრე იყო, მე დილის ადამიანი ვარ და ადრე წამოხტამა და გარეთ გავარდნა, სეირნობა რაღაც მიყვარს და ზღვისპირას ვარ, საქართველოში არ ვიყავი. მზე ანათებს ძალიან, ან ისეთი გარემოა, რაც ისედაც მისწორდება რა. მივსეირნებ რაღაცა სიჩუმეა, რაღაცა და უცებ წამიერად მივხვდი, რომ არაფერზე არ ვფიქრობ, ანუ უბრალოდ იქ ვუყურებ წითელი კარი აქ ამსახს, მერე მწვანეა, იქ ღრუბელია, მზეა და უცებ რა დამემართა. პირველი რაც იყო შიში, ანუ შემეშინდა ესეთი სიჩუმე, რაც არ ყოფილა და იმდენად უცნაური იყო და ერთი ის მოვახერხე, რომ მეთქი, ანუ ქეთი ხა არ დაბრუნდა უკან, არაფერი გააგრძელა, უბრალოდ სიარული და ის იმხელა რაღაცა იყო, ვიტყვი ნამდვილად, რომ ეგეთი ბედნიერება არასდროს არ მიგრძნია ცხოვრებაში რა. და ეს ისტორია იმიტომ მოვყევი, რომ დღეს ვინმე თუ იტანჯება ამ overthinking-ით და მეც რაც ვიყავი ადრე, ვერ წარმომედგინა, უბრალოდ მართლა თეორიულადაც კი არ ვიცოდი, თუ ეს შესაძლებელი, ეს თუ ხდებოდა მოკლედ რა. და ვინც მაგაში ხართ, იცოდეთ რომ ხდება ეს და შეიძლება მათ მიხვიდე რომ შენი ფიქრებით აღარ იტანჯებოდა და მაგისი მსხვერპლი არ იყო ყოველწამიერად და სულ მაგ ტანჯვაში არ იყო და იმ მომენტს გართმევდეს სულ ფიქრი, განსჯა რაღაცეების გადახვევა უკან ასე რატო თქვის, კარგად გამომივიდა, არ გამომივიდა და რაღაცა და თურმე არსებობს რეალობა, სადაც უბრალოდ რაღაცები ისი არის როგორც არის და პლიაჟზე მიდიხარ და იქ ხარ. მიდიხარ, всё. მაგისტვის სად უნდა მოვიდნენ? ამისთვის უნდა მოხვიდეთ. იოგავიჩი. შენ საუკეთესო მასწავლებელი.
რა შერცხოთ არ ეგეთ საყაროა. მე ხათშერს ირაკლის მასწავლებას ვეძახდი თავიდანვე და ამიტომ ნახავდი, მაგრამ მე მართლა მიმაჩნია მასწავლებლად და მე პატივს ვცემ ამას, ანუ მე მგონია რომ უნდა ვცეც პატივი ჩვენ მასწავლებელს. და მე კონკრეტულად ჩემი მასწავლებელი ირაკლია, მე პატივს ვცემ და ყოველთვის მადლიერი ვარ, რომ ეს რაღაცა საფუძველი და ძვრა რა თქმა უნდა, ჩემ თავშიც იყო ალბათ უკვე მზაობა, მაგრამ რო არ ყოფილიყო შეიძლება ეს და ყოფილიყო სხვა, ვერ დავჩენილიყავი, ანუ რაღაც რეზონანსი ხომ მოხდა, ამის მადლიერი მე ძალიან ვარ და. ხო. მადლობა მას. მეც მადლობა გაზიარებისთვის კი არა, მაგის თქმისთვის, მაგრამ თან კიდე რა არის, იცი რა, მორჩილება ძალიან მნიშვნელოვანია რა, ანუ აი, ოღონდ არ ვამბობ, რომ რაღაც იმას რა, აი, პრაქტიკის მიმართ ნდობა და პროცესის მიმართ ნდობა და მორჩილება რა რაღაცები აი ეს არის რა ეს უნდა გააკეთო იმიტომ რომ ეს ნატესტია ვიღაცა მოწლები რაღაცები აპრაქტიკეს და რა მიმუშავა რა არ იმუშავა იმის მიხედვით მე მუშაობს ადამიანებზე ხო რა ნუ შენ ეგ ქონდა ნდობა და პროცესის და ის და მაგიტო ძალიან ხო ძალიან ხო ნებაც ქონდა და მე ნდობაც პროცესის და პრაქტიკის და ჩემიც და მადლობა მაგისთვის. შევხვდებით. მადლობა თქვენ. ხო, მინდა და ძალიან კარგი გარემო არის და მგონია რომ თავისუფალი ვიყავი და მადლობა ძალიან. გვეც ვინც არ ჩახართ. შეგიძლია მოგვიყვა იოგასთან როგორ მოხდა. ან როდის და აი ისეთ კითხვით გავაგზავნებ რომ გადაებას რა. ხო. და აი როგორ მოხდა აი Просто ამას უნდა და რა ლაში ვარ რაღაც